მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე ეკა სანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მედიტია. დღევანდელი ჩვენი გადაცემა უწმიდესა და უნეტარეს ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს ეძღვნება. ეს ჩვენთვის ერთგვარი პატივი და პასუხისგებლობაა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ სამედიცინო კუთხით გავიხსენოთ მისი უწმიდესობა. და სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პატრიარქსა და ტრადიციულ მედიცინაზე. ქალბატონო ელენე, საღამო მშვიდობისა, მინდა მაყურებელს გავაცნო თქვენი თავი, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. დღეს ძალიან საპატიო სტუმარი ვკავხართ, ქალბატონი ელენე ამირეჯიბი, ავტორი წიგნის საპატრიარქი და ტრადიციული მედიცინა და ტრადიციული მედიცინის კოორდინატორი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოდან. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად მოიტანეთ ის ინფორმაცია, ის ცოდნა, ის ამბავი და ისტორია, რომელიც მართლა ალბათ საუკუნეების განმავლობაში ქართველებს დარჩება, არა მარტო პატრიარქის შესახებ და მისი დამოკიდებულების შესახებ ტრადიციულ მედიცინის მიმართ, არამედ ზოგადად ტრადიციულ მედიცინის რეგულირების, ასე ვთქვათ, შექმნისა და ამ წამოწყების ინიციატივის მიხედვით. მაგრამ ვიდრე ჩვენ დეტალებზე გადავიდოდით და მოვყვებოდით ამ ამბავს, თუ როგორ შეიქმნა ეს ორგანო და შემდეგ უკვე რა გზებზე გატარათ ამან, მინდა კითხოთ, როგორ მოხვდით საპატრიარქოში და როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა უწმიდესთან და შემდეგ უკვე უღრმესი მადლობა მოწვევისათვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ჩემი კოლეგების ტელევიზიაში მოსვლა. მე ძალიან მიყვარს საერთოდ ჟურნალისტები და ტელევიზია პულსი არის ჩვენი მშობლიური ყველა ექიმის მშობლიური ტელევიზია და ამდენად ეს ძალიან სასიხარულოა ჩემთვის. მე დავიწყებ სამძიმრით ნამდვილად მთელი საქართველოს მოსახლეობის მიმართ, პირადად თქვენს მიმართ, პირადად ტელევიზია ტელეკომპანიას უსამძიმრებ უწმინდესის დაკარგვას და იცით რა, არა შემიძლია არ თქვა ორი სიტყვა ჩვენს მინისტრ, რომელმაც მისი სიცოცხლის ბოლო უკანასკნელი წუთებში იყო მასთან, ეს იყო მისთვის ძალიან მძიმე და ალბათ ყველას გახსოვთ ჩვენი მინისტრის სახე, როდესაც ეს გამოვიდა რეანიმაციის პალატიდან, აი ამ უკვე მძიმე ამბით, ის იყო განახევრებული ადამიანი. მე ასე მომეჩვენა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მას შეუძლია უწმინდესის ხსოვნას მიეგოს პატივი თავისი მოღვაწეობით იმ სფეროში და იმის აღორძინებით, რაც მას დაუტოვა თავის სამოკვარ ოცნებად პატრიარქმა და არ დაასამაროს აქამდე მაფიასთან ბრძოლის შედეგად დღეს არც თუ ისე ფეხზე მყარად მდგარი ტრადიციული მედიცინა, რომელიც მსოფლიო დროშა ჩვენი მსოფლიო არენაზე. ეხლა ეს როგორ დაიწყო უწმინდესთან ეს ყველაფერი და შემდგომ სხვა ძალიან მართლა ექსკლუზიურ ამბებს მოგიყვებით. მე პატრიარქთან ვიყავი 4 როგორ ვიყავი, როგორ მოვხვდი გეტყვით ამას. მე მუშაობდი საკავშირო ინსტიტუტში შავიჭირის, ასე ვთქვათ, აკადემიკოს ლევან საყოლიძის ხელმძღვანელობით და დავამთავრე ზუსტად იმ წელს საერთაშორისო ფაკულტეტი პასობა პასნიმ ინფექციამ ქალაქ ალმა-ატაში. ხო და ჩამოვედი დიდის ამბით, გამიფორმეს დისერტაცია, დავიწყე მუშაობა და ამ დროს ერთი ჩემი მეგობარი, ნუგზარ პაპუაშვილი, რომელიც საღვთისმეტყველო ჟურნალის რედაქტორი იყო უკვე და პატრიარქთან შორენავიც მიიყვანა, სხვათა შორის ის საპატრიარქოში, მირეკავს, რომ უწმინდესო უნდა ახალგაზრდა ექიმიო, ვინმე ქალიო თან, გოგონაო, ახალგაზრდა გოგონაო და უთხარი თუ რა შორ სიონში რო დადიხარო, მაშინ 10 კაცი დავდიოდით სიონში, ჩუმად ვიპარებოდი ხოლმე იქიდან და ჩავედი და მივედი, ხედავ, ვართ შევედით უწმინდესთან. აი პატარა საპატრიარქო სახლი რო იყო სიონის ეზოში ხომ იცით, მაპატიეთ ერთი გადახრა, მაგრამ მე ვერაფრით ვერ უშვებდი გონებაში, რომ უწმინდესი სიონის გარდა სხვა განსასვენებელს აირჩევდა. იმ ხელას სიყვარულია იქ დაკავშირებული. ხო და ზის ხო პატრიარქმა მივედით შევხვდა ჩამიხუტა გულში მეუბნე აი მე ხლავ დაგიკავშირდითო სამი დარგის წარმომადგენელსო ეს სამი დარგი უნდა ავაღორძინოთო ერთი იყო ჯემალ სიფრაშვილი ცნობილი ტეხრული მინაკრის ოსტატი და მეორე იყო ჯემალ ბჟალავა ეს იყო აი სიონის ეზოს უკან რომ არის თეთრი მარმარილოს ჯვარი იმის ავტორი და შემდგომ მე საფრანგეთში არის ხა ძალიან ცნობილი მოქანდაკე უკვე და ესპანეთში ევროპაში უკვე ჯემალ ბჟალავა წავიდა მე იქა ხო და მესამეო მინდაო ახალგაზრდა ექიმიო ტრადიციული მედიცინა უნდა ავაღორძინო ხო დამოუკიდებლობის საქართველოში არ ვართო ჩვენო
საბჭოთა კავშირში ცხოვრობთ, მაგრამ მე როგორც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტიო, გავხდითო ჟენევაში, იქ მოვიდა ჩემთანო ქართველთა სათვისტომოს დირექტორიო, ქალბატონი დიკა კედიაო და მან მითხრაო, მირჩიაო პირდაპირ, უწმინდესო აიყვანეთ ვინმე ახალგაზრდა გოგონაო, ისეთიო ცოტა აი ვაინტერესებდესო ეს დარგიო და დააფუძნეთო, ასწავლეთო მასო, აი ჩვენცო ხელს შეგიწყობთო ყველგანო საერთაშორისო ისინი და მოატარეთო, გააგებინეთ ეს ყველაფერი და მოვა დრო დამოუკიდებელ საქართველოს, რომ ტრადიციული მეცნის დარგი ერთ-ერთი სახე იქნება თქვენი იდენტობისო. ხო და ნუ აი წარმოიდგინეთ ახლა რომ რამხელა სასწაული მოხდა. მუშაობ აკადემიკოს ლევან საყვარელიძესთან. ხელმძღვანელი არის მაშინ ჯანმოში შავი ჭირის ხაზით აკადემიკოსი აკიევი, ჩემი გაფორმებული დისერტაციის და მეორე არის ბოჭორიშვილი, ბატონი ვახტანგი, რომელიც ამბობდა ლედ ჩერეს პიატ უნას ბუდით მალადაა დოქტორშა და გიждდებოდა ჩემთვის ისე უყვარდი, ხო და თან ზვიადის მეგობარი იყო და მეც მეგობრობდი ბატონ ზვიად გამსახურდიასთან, ეს ყველა მიცის მოწმე რომ მე პრეზიდენტი რო გახდა, მე უსაშვებოდ შევდიოდი მის კაბინეტში, ისე უყვარდი, ხო და იცით ეს რომ მითხრა აბა ეხლა ეს გვითხრა, გაგვაგებინა და აბა ეხლა წარმიდექი თქვენ ვინ ხართ და უყვებიან ახლა ისინი მან ჯემალ სიფრაშვილმა მოიტანა ტექნული მინაქრის 3 უნიკალური ჯვარი, ერთი მე მაჩუქა და დღესაც მაქვს უწმინდესმა სასწაული წმინდანოს ბოლნური ჯვრები. იმან უთხრა მე ქანდაკებები და მოუტანა გამოცემული ალბომი ქონდა. მე ახლა მე დავდექი და დავიწყე. იცით რა მეთქი მე უბრალოდ ჩემი დარგი მიყვარდა გიждდებოდი შავი ჭირის ეს. ხო და მეცით რა მე მეთქი მუშაობ შავ ჭირში ახლა დავამთავრე წითელ დიპლომზე. და უცბად პატრიარქო მოდი აქო და ძალიან პატარა ვიყავი 50 კილომი თან პატარა ვიყავი ასაკთან შედავი პატარად გამოვიყუნე მიმიყვანა თავისა და ასე დამატყაპუნა თავზე ხელი და ასე თეთრ გოგო და შავ ჭირში რაღა გინდა ხო და შავ ჭირში რა გინდა და აი აბსოლუტურად ყველაფერი ამომივარდა თავიდან მოვედი დაუწერე ლევან საყვარელიძეს საბჭოთა აკადემიის ის არის ინსტიტუტი. რო გთხოვთ გამოთავისუფლდით დაკავებული თანამდებობიდან და ყველა მიფიქრა რომ ჩვენ მუშაობდით ძალიან საშიში მიკრობებთან რომ მე ხوار მოვიწამლე და რაღაცა ხوار ფსიქიკაზე ხوار იმო. და რა გინდაო? რატო და მე დავიწყე ხაჭი, მე გადავდივარ უწმინდესა და უნიტარესთან ეს ტიტულები ვიცი ახლა მე ცოტა ის საეკლესიო ოჯახიდან რაც მოვდიოდი ნათესაობა მყავდა მაღალი რანგის სასულიერო პირი. ხო და დავიწყე ხა ესო და მიფიქრა და მამიდა ჩემი იყო ეთერი მაჭავარიანი მამას მამიდაშვილი და დაურეკა ეპიდემიოლოგიის კათედრაზე იყო და გადმოდიო უთხარა ჩვენა შეიყავთ არ უსულოთ ელაპარაკება ეს რა ხდება უკაც გამაგებინეთ რა ხდება როგორ და ნუ მამამ დამეჭირა მხარი ჰელინათეს ყველამ ჩათვალა რომ ძალიან სერიოზული გარდატეხის და არჩევანის წინაშე დედის ერთავა წარმოიდგინეთ და პირველ წელს მოწყობილი სამედიცინო ინსტიტუტში გელბახიანის დროს და როგორია ახლა ნუ ხო მესმის ძალიან ამხელა კარიერას კარგად უცხად ხო და მოკლედ წავედი მეორე დღეს საპატრიარქოში დავწერე განცხადება უწმინდესის თანდასწრებით მან იქვე დაარტყა თავის ბეჭედი ყველაფერი დამნიშნე სამკურნალოების განყოფილებას შექმნა იქ დამოუკიდებლები ვიყავით და მოკლედ დაიწყო აქედან მაგრამ ეხლა მე აქეთ წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერი რომ ვიყავი ერთი თვით წინ შემიყვანეს პარტიაში არ ვიცოდი რა იყო ესა საბჭოთა კავშირის კომპარტიაში ბოლოს საქმე მივიდა იქამდე რომ ეს ინსტიტუტი მეხვეწებოდა მე რომ თავი გამომეცხადებინა გიჟად ისე მოქცეულიყავით მე გამეშალა მე ფეხში შველას რაღაცა რომ ეთქვათ რომ ჩამოვწერეთ რომ გადავიდა ვერ იტყოდნენ ეკლესიაში წავიდა საბჭოთა აკადემიის წინაშე იყო და ბოლოს იქამდე მივიდა რომ ქალბატონ ნათელა ლაღიძესთან ორჯონიკის რაიკომის დივანთან ჩამოვიდა 300 კაციანი ბიურო შეიკრიბა და მე გამრიცხეს იქ ოღონდ მანამდე მათქვევინეს სიტყვა წასვლის წინ მოვიდა გორგოშიძე იყო პარტკომი და მან მითხრა რომ მოდი რა დღეს მაინც მოდი გაწეწილით მეებით ფეხში შველა რომ თქვათ რომ გაგიჟდა და საცოდავი დედისეთა გოგოა და დაგიტიროთ იქა და მე საცგინა იქ წადი გამოვიპრანჭე უმაღლეს დონეზე დამოცა უწმინდესმა და ხა რუსული ენა ძალიან კარგად ფლობდი დედა რუსული ენის ყავდა სპეციალისტი და ბავშვობიდან კარგად ვიცოდი რუსული ხო და ისეთი რუსულად იყო რა თქმა უნდა სხდომა ისეთი სიტყვა დავარტყი იქ და ისეთი რომ იტყვი რომელი წელი ეს იყო 80 წელი წარმოიდგინეთ რომ ბოლოს აი რომ მეკითხება ნათელაღიც აბა გითხარით რატომ უღალატეთ საბჭო მშობლიური ინსტიტუტს რატო იქ იჯდნენ ეთერი ქებერტელიზე სულ ყველა მთელი ჩვენი აკადემიკოსები აი ცხე რუსები და ერთმანეთში გადაძახილები რომ აი მე საცოდავი ვინ შეაცდინა ეს როგორ და ბნელი ეკლესია მესმის ახაჭორები და
გამოვედი და რო დავიწყე სიტყვების ბრახუნი. მე მეთქი უწმინდესა და უნეტარესის ამათვის გაჩინურზე ვლაპარაკობ, მისი ლოცვა კურთხევა ვიძახი კათოლიკოს პატრიარქი უწმინდეს და უნეტარესი და ეს ლაპარაკ გაგიშდნენ და მე ვთქვი რომ მე კი არ უღალატე ჩემს სამშობლოს მეთქი მის ფესვებთან მივედი იქ და დავიწყო მეთქი ამ ყველაფრის აღორძინება, ისე ლოცვა კურთხევა ვიწყებ და კი არ უღალატე მეთქი და მე ნათელამ დააგაგუნა ვიძამ და Ну, что делать? Просто жаль, что царем такого молодого, способного врача. Мерекшем дамицгеше მაეთერი ქემერტელიძესთან ფარმაკოქიმის. ეს თქვი სხვა რაღაცაა მეთქი, არა ბატონებო მე პატრიარქისგან სხვა ლოცვა კურთხევა მაგ და მოვყევი ახლა იმან როგორ გამოვედი და გამონყვეთი მოხუცი კაცი საორგანიზაციო განყოფილების გამგე ოდიშვილი იყო ის კაცი თუ ავწდები და გამონყვა და ჩამიხუტა ოთახში. ისე ფიტოქიმიით არ დაინტერესდით მაშინ? არა, მაშინ ხო ხა მაშინ მე ზუსტად ამოცანა მედოცინ, რა უნდა გამეკეთებინა და უნდა გადავხვი ახლა იქით, მე ფიტოქიმია კი არა. ისეთი მე ფიტოქიმიას ისე გამოკვეთილი არჩევანი გააკეთეთ. მე ის თელი ინსტიტუტი ჩემი მეგობარი იყო და მაგ მოტივით რომ ფიტოქიმიის რამას გახოკიდის ლაბორატორიაში ვიკვლევდი ჩამოტანილ მცენარეებს და იმას ამაღლობელი და მთელი რექტორატი მე გავაცანი პატრიარქს და მე მივიყვანა იქა და გავხდები მაგეთ სულიერი შვილები და უნიკალური ბიბლიოთეკა გადაცა ნოდარ ამაღლობელმა. აქედან მე უამრავი ინტელიგენცია დაუკავშირდა. ხო, ესე იგი რაღაცამ განაპირობა, რომ თქვენ მიხვდით რომ ეს გადაწყვეტილება სასწაულ რაღაცებს გეტყვით. ეს სოფლიოს დაუკავშირდა პატრიარქი ამით. ხო და აი ესე იყო. დავბრუნდი და მე ახლა უწმინდესმა ახლა უნდა დავიწყოთ სწავლა განათლება. ანუ გამრეთ ძალიან ისე და არაფერი აღარ გართულეს აქედან პატრიარქი, იმიტომ რომ რატომ? იმიტომ რომ მისცეს უბრალოდ საჭირო. რატომ რა მიშველა? უწმინდესი იყო მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს პრეზიდენტი და ის იყო უკვე საერთაშორისო ფიგურა და მე ისედაც ესეთი ფიგურა. მე სხვათა შორის საფრანგეთში ელჩობის დროს ნათელ ლაღიძე იყო ჩვენთან საპატრიარქოში მოსული და გაიხსენეს ეს მომენტი და ნახარო ნუ ახლა უკვე ესეც უწმინდეს და მოდიოდა უკვე ყურ ჩამოდედა სულ. ხო, დრონი მეფობენ და იმიტომ. მე ახლა მე უნდა მივიღო სწავლა განათლება ამ მიმართულებით. აქ არაფერი არ არის, ბალახ-ბულახს ეძახიან და ნუ არაფერი. პატრიარქმა დაიბარა ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ნახუცრიშვილი, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, ქალბატონი ეთერი ქემერტელიძე, აქ ისეთი საოცარი ისტორიაა გაგიჟდებით, ეთერი ქემერტელიძე. ვიღაცა ისინი პროფესორები, რამაზ გახოკიძე და აქვე ქიმიკოსი და სად მივაღებინო განათლება ჩემს ექიმსო უთხრა ამათ. მითხარით ქვეყნებიო. Ну, რა თქმა უნდა, პირველი უთხრეს მოსკოვის ვილარევს, ესაა ინსტიტუტი ლეკარსტვენი ხრასწენი, სოკოლოვი იყო დირექტორი და მთელი ეს კორიფები, ვინც კი არიან, აი წიგნების ავტორები, ლეკარსტვენი, ესენი იყვნენ ყველა ჩემი მასწავლებლები მე. უთხრეს, მაგრამ აკადემიკოსი ნახუცრიშვილი იყო საერთაშორისო ლაბორატორიის გამგე და მან უთხრა, რომ უწმინდესო კი არა, ბატონო ილიაო ხეს ელაპარაკებაში, აი ცოტა უწმინდესი არც იცოდეს იტო. ბატონო ძალიან უინტელიგენტესი ადამიანი. ბატონო ილიაო, იცითო ესო დარგიო, ყველაზე კარგად ეხლაო საბჭოთა კავშირის არის განვითარებული ლიტვაში, უთხრა. იქ არისო ძალიან დიდი სკოლაო ბოტანიკის ინსტიტუტთან, მაგრამ არ უნდათო ჩვენთან თავსო გერმანელებად თვლიანო და არ მიიღებენო. პატრიარქმა მოისმინა ეს ინფორმაცია. მართლაო, უთხრა ხო და როგორ წავიდა? მე რას ქვი არ მიგვიღებენ, ახლა დავწერო წერილი თქვა და ნუ რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უთხრეს, ეს იყო ციმბირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს კაზნაჩევის კლინიკა, ვლაილ პეტროვიჩი, ეს იყო ტრადიციული მეცნიერის მსოფლიო პრეზიდენტი და იყო ციმბირის ბოტანიკური ბაღის ეზოში იყო უშველებელი კლინიკა, სადაც ჩამოდიოდნენ კრემლის ჩინები, კურნალობდნენ. ეს იყო ტიბეტური დაცანების გამხსნელი, ეს საოცარი პიროვნება იყო, უბრალოზე უბრალო, ნუ აი არ ვიცი როგორ. ხო და იქ უნდა გამაგზავნოს. მონიშნა პატრიარქმა ციმბირის მიტროპოლიტი. ეხლა როგორ ხდებოდა? პატრიარქმა მეორე დღესვე ამათგან აიღო ინფორმაცია. მეორე დღესვე გააფორმა წერილი ლიტოვსკის და ვილნიუსკი მიტროპოლიტ გედეონი, იმას რა ქვია, ვიქტორინი დაწერა რომ უგზავნის აი თავის თანამშრომელს ამას ჩემზე დაწერა ამას გიგზავნით მიხედეთ პატრონს მე სადმე უნდა მეცხოვრა იქ ნაქირე უნდა მეცხოვრა მიტროპოლიტა რეზიდენციაში რომლებიც ვალდებული იყო რომ ჩემთვის მოევლოთ როგორც შვილის თქვენ უკვე კადრად ითვლებოდით საპატრიარქოსი და აბა როგორ ეს მიტროპოლიტები რომ ჩავდიოდი წერილით ну ეგრევე მიშვილებდნენ ეგრევე ხდებოდა ჩემი შვილად აყვანა გამოყოფა ჩემთვის მონაზონთა გუნდის და აბა მიხედე და საღამობით და მიტროპოლიტებთან ვახშამი და დილას ამათან წირვალოცო და ну
იქ აღმოჩნდა ლიტვაში ბარბარა შიმკუნაიტე, აი მინდა რომ ყველაფერი მოვასწროი, მათ მოვყვე შეკუმოთ ამიტომ ბარბარა შიმკუნაიტე და ეხლა იქაც მაინც საბჭოთა კავშირი ყო აკრძალული იყო ეს დარგი და ამიტომ ეს ქალი იყო ტაინაე მანახინია კატალიჩესკაია ცერკვი, ბარბარა შიმკუნაიტე აკადემიკოსი და ეს იყო აი ამ ჯგუფის ხელმძღვანელი ამ ბოტანიკის ინსტიტუტთან, ამ ინსტიტუტივით დაარსებული რაღაცა იყო და ამან მიმიღო ამ ქალმა ჩამწერა თავის იმაში იქ რა პატივით მიმიღო ბოტანიკის დირექტორმა რონახეს სამკურნალო მცენარეებზე ხო საუბარი რა თქმა უნდა ფიტომედიცინა სამკურნალო მცენარეები მათი ფარმაკოლოგიის და იქ იყო შვენჩონისი პროვინცია სულ ოცნება მაქვს რა ქვემო ქართლი იქცეს შვენჩონისად ფიტომ მრეწველობა განვითარდეს ან შიდა ქართლი იმიტომ რომ ეგოცნებები ბევრს იყო შვენჩონისკაია ფაბრიკა ლეკარსტვენი ხრასტვენი და მთელი ეს იწყებოდა პლანტაციები 50 ჰექტარზე იყო და ეს ფაბრიკა ავარაგებდა ჰეკატეს ბაღები ეს იყო ჩვენი პროექტი ჩვენც ეს გინდოდა მაგრამ სურნელოვანი ჰაერი ამ ბაღების და ვრცელდებოდა ამ ჰექტარებზე და აქ ამზადებდნენ მე სხვა ნაკრებებს და მთელი აღმოსავლეთ ევროპა მარაგდებოდა ამით. ნუ ამ ქალმა ბარბარამ მათ შორის ეთერზე ბარბარამ რო გაიგო რომ მე ვიყავი პატრიარქის წარგზავნილი რა ჩაწყობა რის ჩაწყობა გაგიჟდა ეს ქალი მიშვილა ფაქტიურად და სხვათა შორის აქ ლიტვის ცენტრი იყო გპ-ში და 3-5 წლის წინ აღარ მახსოვს ჩამოვიდნენ აქ ლიტველები და მე მოხსენებით გამოვედი მაშინ იცოდე რომ ლიტვასთან გაგიჟდეთ თქვენ ბარბარას იცნობთ ჩვენ ბარბარას უცრემლებით მე ხა მაშინ სხვა ურთიერთობა გქონდა ლიტვასთან და ლიტვა იყო მაშინ ახლა ძალიან კარგად ხო და მოკლედ ურთიერთობთ მე ვისწავლე იქა და ეხლა რა ქნეს ნახეთ მათ ქონდათ მხოლოდ თავის ენაზე ყველაფერი ლიტურად მე ხო ლიტური არ ვიცოდი რუსულად ისინი არ ლაპარაკობდნენ არც ქონდათ რუსულად არაფერი წარმოიდგინეთ დაიქირავეს თარჯიმანი ჩვენი ხათრით და ლიტური ენიდან თარგმნიდნენ რუსულად ჩემთვის და ასე ვისწავლე უზარმაზარი ცოდნა მივიღე იქ ასე მერე ეს ბარბარა შიმკუნაიტე იყო პირველი დამფუძნებელი ფიტოკონგრესის სადაც მივიწვია რომ ჩამოვედი მე 84 წელია უკვე დამპატიშა ფიტოკონგრესი ნუ ეს მოწევა რომ მოგვივიდა გაგიჟდა უწმინდესი სიხარულით ეს ახლა ეს პატრიარქი ამბობდა პირველი შედეგი იყო უკვე ახლა ნახე რა ხდება ჩემი კუთხით რა ხდება ახლა რომ უწმინდესი ამბობდა რომ ქონდა უზარმაზარი ბიბლიოთეკა ფიტომედიცინის და ხალხური ყველაფერი ქონდა უცხოური წიგნები და მითხრა რომ მე მინდოდა ამ დარგის სპეციალისტ ბავშვობიდან გამხდარიყო მისი ოცნება იყო ამიტომ ჩემი მიმართულება მე ვიყავი აი მისი ოცნებების აღმასრულებელი კი ამბობს ექიმობა მინდოდა მისი ოცნებების რაღაცა ასრულებას ხედავდა ჩემს ყველგან რომ იყო ჩემში ხო და თან ახლა რომ ნახა პირველი ჩავატარე უკვე ეს ვოიაჟი პრიბალტიკაში ძალიან წარმატებით იმიტომ უკვე აი ხა უკვე იცის რომ ყველგან შეიძლება ჩემი სწავლა სასწავლებლად გაშვება და როგორ ჩამოვალ იცის უკვე და ხო და მოგვივიდა მოწვევა მსოფლიო კონგრესი. აბა ბაჩვე და მაშინ რომ მოგდიოდა ეს მთელი ეს ტექსტები იყო, ვინ გამოდიოდა, რა გამოდიოდა როგორ და აბა შენ ახლა გააკეთე მედიაზეო, მითხრა მოხსენებაო და გამაკეთე თვითონ ერთად წერდით ამ ერთად გავაწერდი. წავედი და რო წავედი ხა რა გააკეთა. ყველა კონგრესის მონაწილის გვარი სახელი ხო ეწერა ვინ? სულ ყველასთან გამატანა საჩუქრები. მე და შორენა ჩემი მივლინებაში აქ არის ყველაფერი აღწერილი, ჩემი მივლინებაში წასვლის წინ ვერ აუდიოდით ჩემოდნების ჩაწყობას მაშინ არ იყო მგონი ეს 20 კილო და რაღაც არ მახსოვს რომ იმდე საჩუქრების მატანდა როგორ იყო აღარ მახსოვს ხო და ეს რო ჩამოვარეკე გამოვედი სიტყვით რა თქმა უნდა ამ კონგრესზე შვენჩონიში ჩატარდეს მსოფლიო კონგრესი მონაწილეობდა სხვათა შორის 27 ქვეყანა მაშინდელ დროს კონტრო რა მაშინაც ძალიან კარგად ეს მოხდა მსოფლიოში აბა რა მსოფლიოში ევროპული ქვეყნები და აზიურიც ხო და ხო და ჩინელებს ოფიციალურად აქვს რა თქმა უნდა ჩინელზე მოგიყვებით აქ მე ჩინეთის პეკინის დეკლარაციაზე ხელმომწერია ჩვენ დეკლარაციას ოფიციალურად მიერთებული ეს უარ განვითარდეს ეს დანაშაული იქნება მსოფლიო წინაშე რა თქმა უნდა აქ ჩვენ უნდა გუგუნებდეს ფაბრიკები გადამამუშავებელი რამისი და დამფასოებელი და ბუნებრივია მაღაზიები არსებობდეს ფიტოპროდუქციის და მთელი ამბავი ეხლა ამ კონგრესზე რა იყო დაგეგმილი რომ უნდა გაეხსნათ 100 წლის წინ ჩაუდიათ ლიტური ბალზამი. სამკურნალო მცენარეების ნაყინი და უნდა გაეხსნათ 100 წლის მერე და უნდა ჩატარებულიყო კონგრესი ეს შეასრულეს ისინი ძალიან ისინი არიან თავი ტრადიციების და სკრუპულოზურები არიან თან საქმეში ჩაუდიათ. და რა ქნა ხა ბარბარა შიმკუნაიტე. ბოლოს გამოდის დასასრულს და ერთი ბოთლი გახსნეს და ყველას დაგვალევინეს ცოტა იქედან მონაწილე წევრებს და მან გამოაცხადა ბოლოს რომ
კონგრესის ყველაზე საპატიო წევრად გამოცხადებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და ეს ბოთლი გამომატანა მასთან. ნუ რო ჩამოვედი 100 წლის ეს ბალზამი და ნუ ეს ახლა რა სიხარული იყო უწმის გამომატანა სამადლობელი წერილი ამ ქალმა და ეს ყველაფერი და ნუ არ ვიცი ეს იყო საოცარი. აი ესე მე ზღაპარი გქონია ზღაპარი კი არა ეხლა მე თქვენ უნდა მოგიყვეთ ეს თქვენი ექსკლუზივი იქნება თქვენთან წინში კი არის მაგრამ ეხლა ამ ბოლო დროს მომრავლდა ესეთი ის რომ ვიღაცა ხე ყვება რომ აი ხე დავრგეთ ერთად სადღაც ხე დავრგეთ იმიტომ უწმეს ძალიან უყვარდა ხეების დარგვა და უწმინდესი გვეუბნებოდაო რომ გაიხარე და ეუბნებოდა ხეებსო გაიხარე და ჩვენც გაგვახარეთ ხო საიდან წამოვიდა ეს მე როდესაც მივედი 80 წელს საპატრიარქოში გაიხარე გაგვახარეთ ეს უწმეს რომ როგორ დაამკვიდრა ხო და ეს პირდაპირ მე მიკავშირდება, იმიტომ გიყვებით ამას, ხო და აბა ყურადღებით გისმენთ. ამ ძველ საპატრიარქო პატარა სახლში, რომელიც ჩვენი სახლი იყო, ეს 5 თანამშრომელი 6 ვიყავით, თუ კაი 7 ხანახან ორი მღვდელი გამოივლიდან ხოლმე და რჩებოდნენ. უწმინდეს იქ აი მამა იყო და ჩვენ შვილებივით ვიყავით ახალგაზრდა თანამშრომლები და რამოდენიმე რეფერენტი სულ და ერთი 90 წლის გრიგოლ ივანიჩი ყავდა თავის ქალიშვილთან, სასწაული ადამიანი, უგანათლებულესი არისტოკრატი და აი სახლივით იყო ის პატარა. ოღონდ არაფერი არ იყო, არც ხრიოკი, გადახრიოკებული ადგილი, ხეთი სომხების დიდი ოჯახი ცხოვრობდა, ეს ბავშვები დარბოდნენ ამ ხრიოკ ადგილას და პატრიარქი თავის გამოვიდა და ხომ და იჯდა ბალკონზე, მე არაფერი. ერთხელ მეუბნება. შენაო ეხლა. ხო, მე ერთი ის მქონდა კიდე უწმინდესთან ისა რომ მე ერთი წლით ინსტიტუტი რო დავამთავრე, კარიერისთვის საჭირო იყო სადმე მთიან ადგილზე წასვლა და ვირსალაძემ რექტორმა გამიშვა. ხო ყაზბეგში ვიყავი და იქ მამობილი მყავდა ძიაკოლა ალიბეგაშვილი და მოკლედ ბიშვილა იმ კაცს ერთი წელი იქ ვიყავი და იცით როგორ ვისწავლე მოხევრი მაგ საერთოდ ათვისების და მე და უწმესი ერთმანეთში მოხევრად ლაპარაკობდით ხოლმე ხო და აბრაი ხარო ხევში მეტყო და ჯარიახული კარტოხე და ჩამოსული მე უკურ არ მოგიტაცეს როგორ სულ უკვირდა ხოლმე და მე ვთხარი როგორ მეთქი ძიაკოლას ხა მეთქი ხო და ყდებოდა სიცილით და ეხლა მეუბნებ ერთხელ, ეხლა მეუშენო რომ მიგიღეო აქო, ყვავილების ექიმათო, დამარქვა ყვავილების ექიმი. აქო ეს ხრიოკეო, გადახრიოკებულიო, აქ ამბინ უნდა დავპატიშოთ, ანუ ისე შემწყევრო იყვნენ ეს პროფესორებიო, რომ აქო ბაღი უნდა გავაკეთოთო, პანჩატურიო, მოვლენო ხალხიო, დავჯდებითო, ისე აქ დალევენო ყავასო. მე ხო და რანაირად მეთქი, აქ რანაირად გაშენდეს ბაღი მეთქი. რანაირი ხრიოკით ვერც წარმოიდგენთ. იქ ზემოთ არის კიროვის რაიონის უშიშროება და შინაგან საქმეთა ისა და რო ჩავდივართ კიბეზე თანამშრომლებს რო გვეჩხუბე აქ რა გინდა და რას დაწანწალობ და რა შეურაცხყოფებს რო გვაყენებენ და ეხლასაც სასულიერო აკადემია. ეს იყო უშიშროების და შინაგან ეგ უკვე მახსოვს მე ეს ხო გახსოვდა. აი ამ იმაში ვარ. შენ ახლა წადიო მითხრა. მე მითხრესო რომ ბოტანიკურ ბაღში აყავ თუ არქიტექტორიო. ვიღაცას უთქვი არ ვიცი და ეს არქიტექტორი აღმოჩნდა გიორგი ისაკაძის მამა. ესეთი საყვარელი კაცი იყო. ძალიან ინტელიგენტი კაცი ყოფილა, ვიღაცა მოუთხრა, აღარ მახსოვს ახლა მე და მოიკითხე ის კაცს და ჩამოიყვანე ჩემთანო და დავილაპარაკო თუ აქ რა შეიძლება გავაშენოთ და როგორო და უკვე მე კომპენსაციას ვაძლევ ამ სომხების ოჯახსო ძალიან დიდსო, ამაზე კარგ სახს იყიდიან და წავლენ ეს რავაშენელი ჯექიკო და აქო სულ ეს ბაღები უნდა გავაკეთოთო. ხო და ჩამოვიყვანე ეს კაცი და ეს აღმოჩნდა საოცარი ინტელიგენტი, გადასარევი ადამიანი, ბატონი ისაკაძე. უწმინდესო უთხრა, ასე დაიგეგმება, დაყვება პატრიარქი ამ ხრიოკზე და გაშენდება ბაღი. აი, აქო წინო, აი სანამ კიბეებზე ჩავალთ, კიბები არ იყო მე გაკეთე. აქო მიდაო ეს კიბეები ამოდიოდესო, სანამ სახლში შევალთო, ბაღი იყოსო და ოღონდ მინდაო რომ ეს ბაღი იყოს თეთრი ვარდებისო, თეთრი ვარდების ბაღიო. ოღონდო ძალიან ლამაზი თეთრი ვარდები, ჩვეულებრივი კი არა, შიგრო ცოტა ვარდისფერი გული რო აქ ისეთიო და ჩვენი ყვავილების ექიმი რომ უთხრა თავის სად ვიშოვოთ ესეთი ენერგები. ხო და ის კაცი ეცინებოდა ყვავილების ექიმს რომ ეცახდა და ხო და მე და ეს კაცი რა თქმა უნდა უთხრა დამეგობდით ახლა და მე რო მივავდიოდი მასთან და სადა ამ კაცმა მითხრა ახლა რომ უწმინდესთანო შემცხვაო რომ ეთქვა რომ ჩვენთან ეგეთი ვარდები არ არის, ეგეთი ვარდები არის მარტო ნალჩიკშიო. და პატრიარქმა უკვე დაამუშავებინა ეს ადგილი, ხალხი წავიდნენ სასწრაფოდ, გადაამუშავებინა და ახრენ, მოკლედ მოასწორეთ ისა და ვარდებისთვის და დავიანგარეშეთ უნდა გაშენდეს აქ წინ 400 ძილი ვარდი, თეთრი ვარდი და ასობაში ახლა დაიწყო ნოემბრის თვე და გვითხრესო ნოემბრის ბოლომდე
შეიძლება ჩაირგას, იმიტომ რომ გამოზამთეს ეს ძირები და პატრიარქმა всё, ნალჩიკი და ჩამოვიტანოთ ვარდები. გაუშვა ერთი დეკანოზი. გაფრინდეს დეკანოზი თვითფრინავე, დიფრინა, კარგი ჩამოვიდა. აუწმინდესო უკვე ენერგების დირექტორმა მითხა იქ ინსტიტუტი იყო რაღაც ვარდების რომ აღარა გვაქვს გავყიდეთ უკვე ენერგები არც ეცელია ჩამო გაბრაზდა. იმიტომ რომ ეგრო რამე იტყოდა და ის იცოდა რომ საქმე და მან იცოდა რომ რასაც იტყოდა ის ასასრულებელი იყო. მაშინ ეხლანდელი გადასახედან უფრო ვხვდები ამას. გაუშვა მეორე დეკანოზიც გაუშვეთ მამელ გუჯალოსაверზე იყო. ისიც წავიდა, ის ცოტა დიდხანს დარჩა, ჩამოვიდა ხელსარიელი. და ისე მოიწინა და ეხა მეიქავა მესუმა გვერდით ვარ როცა მცენარეებზე ყვავილების ექიმი ვარ და იმის გვერდით ვარ სულ და უცბად მე წამოვხდი და მე გამიშვით მეთქი მე ჩამოვიტან ვარდებს თქო და ამ ორმა დეკანოსმა როგორ გამოვხე იცი დიდი ლაცინა კი ვიღადი და ჩამოვიტანს ამ ხელაკაცები ვიყავით ვერ ჩამოვიტანეთ გვითხრა დირექტორმა გაიყიდა ენერგები რა საერთოდ უნდა ჩამოვიტანოს პატრიარქმა შემომხედა და მიყურებს და გამიშვით მეთქი და ჩამოვიტან მეთქი ოღონდ მეთქი მე თვითფრინავით არ გავფრინდები მეთქი ემზარი გამატანეთ პაზიკით მეთქი და ემზარი იყო მოხევის ბიჭი და ყავდა პაზიკი რომ გადმოქონდა რაღაცები და უსიტყო უენო ერთგული პატრიარქის ეკითხა როგორ ხა მოგივიდა მეუბნება არ ვიცი მე თქვა ემზარი გამატანეთ ჩამოვიტან ვარდებს მეთქი ვაწვევი ჩემსაც მოკლედ ხო და აი ესენი გაბრაზდნენ ხა ნუ შეუნჩნე ხა გაბრაზდნენ ხა მაინც ხა ნუ იმათ წინაშე თაფხედურად გამომივიდა, მაგრამ არ ვიხე უკან ხა და მივხვდი რომ პატრიარქს მოეწონა, ძალიან უყვარდა ეს რაღაცები აი შემოქმედებითი. ხო, ნუ თქვენც მიხვდით რომ ძალიან უნდა ხო, ძალიან და მე ხო იმასე კარგად ვიცოდი იმას როგორ უნდა და იქ ვარდების ბაღი, იმათ არ იცოდნენ ხა ესე ხო და გაგიშვებო მითხრა. ჩამოიტანო კი მეთქი და დაუძახა ემზარეს ეს ახალი პაზიკი გვაქვს. მოკლედ მე უკვე მოვიდა ნოემბრის ბოლოა უკვე ცივა ყინვების საშინელი და მე წავედი ეს წავიღეთ ეს ბარები ნიჩბები მე ვთხარ დავივლი როგორი შოვი რომ მე ვნახე ასოებნი ვერ გაინტერესებ დავივლი მთელი ნალჩიკის მოსახლეობას და უბანუბან და უკვე თქვენ რა თვითონ ერგით ჩამოვიტან ამ კი მოსახლეობას ეკნებოდა რა დამატკაპუნა ეს თავზე როცა ძალიან გაუხარდები თავზე დაგარტყამდა ხოლმე და დაგლოცოს უფრო მოვითხარ დაიწყო ხა მზადება გამატანა იქ საჩუქრები მოამზა და ხო იცის ხო ვინ არის ვინ ამათ უთქვა ის მაინც მომიყევით ვის შეხვდით იქაო სანერგეში იმ წასულებს ხო და უთხრეს ეს იყო და ყველას სასწაულად საჩუქრები გაამზადა რაღაცა მე წავედი აქედან ბუშლატი ჩექნები რაღაცე ბარები ოღონდ გამოსაცვლელი წავიღე თეთრი ჩექნები და თეთრი კურდღლი შუბა იმიტომ რომ გეცი სეგურაჩკას ავიდა ეს ემზარი ისეთ გუენო და მივდივარ და მიწავე გაგვაცილა გადავსახა პირჯვარი გაგვაცილა და ჩავედით მლეთასთან და ამოვარ და ქარბუქი ქარიშხალი არ მიშვებ რას ლაპარაკობთ არც ის კი გვაქვს ახლა წაღებული რა ქვია რაღაცას რომ მეშვებიან პაკრიშკებს ხო ვერ გაგიშვებთ გაც გვეუბნები რას ლაპარაკობთ თქვენ დგას მანქანები არავის არ უშვებენ და მივარდი ახლა იმას იქ პოლიციას რომ საგზაო პოლიცია და ვიცნობდი ვარლამ ღუდუშაურს პატრიარქის და ვარლამ შადურს იყო ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პატრიარქის ნათესავი და ჩვენთან რომ მოდიოდა ჩვენთან იქა მეც გავიცანი მაშინ და რას ქვია მე თქვა არ გამიშვებთ უწმინდეს ვარდები უნდა ჩამოუტანო მე ჩამქონდეს გიჟი ვარ კი რა ხელ ბატონ ბუშლეტები დაცი ემზარი დგას ეს მაგრამ თქვენ შეპყრობილი იყავით იდეით უკვე მე შეპყრობილი ხო და ემზარი არ იღებს გასა ამოიღე შეხმა მე უცხეები ამ ხელ ემზარი დამყურებს თავზე ხო და წიწინებ და დამარეკინეთ ბატონ ვარლამთან თქო მე ხა შევიდენ ერთად მოილაპარაკეს კაი გაუკეთოთო ჯაჭვებიო და წადით ოღონ ძალიან ფრთხილად გაგვიშვეს პატრიარქი და ყველგან გზახსნელი ხო და მესმის წავედით მივდივართ ხარბუქითოვა და აი ეს საწყალი ემზარი და როგორც იქნა ჩავედით გავცდით ყაზბეგს და ჩავედით მივდივართ და ვლადიკავკაში ჩავედით მოხევიძე ხე ძაუქს და ეხლა ამან გამატანა წერილი ძაუქს რო ჩახვალთ კიო მითხრა იქ ბიცოლა ჩემთან მიდითო დაისვენეთ ღამე და მე წადით ნალჩიკში რა კი მანქანით მიდიხარ და არა თვითფრინავი თქვა ხო და გაგვატანა საჩუქრები ჩავედით გაყინულები გათოშილები და
მივედით ამის ბიცოლას და გამოვიდა უსაყვარლესი ხალი. ой, მეშვილებო, ჩაგვიკრა გულში, ჩაგვიხუტა. რა იმოხდაო და ირაკლის ეძახდა ახლა ისა და ჩემი ირაკლიო და მომყევი ახლა ესე მეთქი ესე თქვა გადავეცი საჩუქრები და სუიტირა და აი ეგ ბავშვობიდან კი გეგერი უყვარდა ყოილებიო თქვა ხო და გაგვიკეთეს ხაბიზგინები რაღაცები მასხლა თბილ წყალში თავის ნაკსოვი წინდები გვაჭუქა და ჩაგვსვამ იმაში კამაში და გაუდექით და ჩავედით ნალჩიკში. ჩავედით ნალჩიკში, მე გამოვიპრანჭე ამ ჩემ შუბაში და ამ იმაში, ცნეგურაჩკას ავედი და წავედი ახლა ამ დირექტორთან. შევედით ამ დირექტორთან უკვე ორი დელეგაცია გავყოფი და კიდე ვარდები. აი მე კიდე რომ კაცი მისულიყო, ალბათ აგირებდა. ახლა შევდი ორ სულს ხო ვიღაცა და არც იფიქრე და გამარჯობათ მე უთხარი, მე ჩამოვედი ასე ვარდების და ხო უთხარი თქვენებს რომ ვარდები გაიყიდა აღარ არის ანერგეშო და ვიღაცა ესეუნა მომეცი ჟურნალი მომიტანეო და მაჩვენებს ახლა რომ არც ერთი ღერი აღარ არის გაიყიდა და გადახტილე. ძალიან კარგი მე უთხარი, მე თქვენთან სხვა წინადადება მაქვს მეთქი. ეს ვარდები, მე ამ ვარდების გარეშე მე უთხარი, აქედან ცოცხალი ვერ დავბრუნდები თქვენ. მიხურებს ოქთან გიჟი. ხო და ვიმე რას ლაპარაკობთ, რატო? ეს ისეთ ვინმეს უნდა მე ვთქვი, ის თქვენი მამაც არის, ჩემიც ყველასი მე უთხარი და ეს არის ქართველოს კათოლიკოს, მას მეთქი, თქვენ არიცით რა პატივსცემენ მუსულმანი მოსახლეობა მეთქი. ისინი თქვენი ის ვინც არის სულიერი ლიდერი, მას თავის ძმას და მეგობარს ჩავირთ ეხა და უკითხავ ლექციას და ეს ძალიან ისეთი აღმოჩნდა ეხა ჩეჩნები არ არის ნალჩიკში ხო და მე უთხარი აი ამ ჟურნალში თქვენ ხო გაქვთ ჩამოწერილი ვიზია გაცემ ხო აი ხო ნახეთ საბჭოთა კავშირი ერთ კაპიკს ვერ გასცემისა ხო ხო რა თქმა უნდა ამ ჟურნალში მე უთხარი მომეცით ერთი წუთი მეთქი მე მეთქი ვერ ყვევი ესეთ რაღაცებში აქ ხო წერია ვინ იყიდა მე უთხარი აი ვიღაცას ნახეთ მეთქი 100 ძირი აქ ნაყიდი თქვენი თანამშრომლებიდან აქ ვიღაცა ბუღალტერმა დაიყვირა მე 30 ძირი მე მაქო მე უთხარი აქედან ნუ თუ იარსებებს ვინმე მეთქი ვინც საქართველოს პატრიარქს 10 ძირს არ დაუთმობს მეთქი წამოდრეს ჩამომართვა ხელა ოხ ვიმენია სპასლი მითხრა იმიტომ რომ იატო იმიტომ რომ თვითონაც უკვე ტაკო მიუდობნა მოხდებოდიო მითხრა მოკლედ ვარდები და ვარდები ისე კარგად მახსოვს მოვაგროვეთ 270 ცალი 100 და დარჩა ხა რამდენი 400 უნდა იყოს არ არსებობს და 140 უნდა მოგეგროვებინოთ კიდე ახლა მოძებნეს იქ მოსახლეობა ვის ქონდა ბევრი წაღებული დაურეკეს ამას ზოგმა 10 ზოგმა 40 თქოს საერთოდ წაიღო საქართველოსდან უნდათო დედა რასტომართ მოყარე ხა კამასი ხო გყავს დავდივართ ახლა ბარით ნიჩფით ამან გამოგვაყოლა თავის მუშები ემზარის კი არ ანძრევინებენ კაცხოს ემზარის ის მარტო საჭესთან ამოთხარეს ეს ვადები და 420 ძირი იყო და ეს აღარ გვინდა მე ვთხარი მეტი ორმო არა არავ წაიღეთ გამოგვატანეს 420 ძირი აუ მოვდივართ რა რას მოვდივართ მე და ემზარი იყო რომ ეს უნდა აღსრულებული იყო უფლისნები და ჩამოვიტანეთ ეს ვარდები და ეხლა იქ დაგვარიგეს რომ არ შეგეშინდეთო რომ ჩაიტანთ ამასო როგორც წესი 10% არ ხარობსო 15-20 აი 10% ყველაზე მაქსიმალურ კარგ შემთხვევაში გაიხარებსო ყველა არ გაიხარებსო ჩამოვედი ეხლა და 400 ძირი ორმო იცოდა რომ ჩამოვიტანდით 400 ძირი ორმო ამოთხილია გამზადებულია და დახვდა ბეთანის მონასტრის წინამძღვარი мама მიქაელი ყოდოლიაშვილი სასწაული ტიპი რაიკომში მუშაობდა და მოექცანა და გახდა ბერი და ბეთანის წინამძღვარი ხო და მოკლედ აბა გაგიჟდა სიხარულით როგორ გაუხარდა ჩამიხუტა გამზადებული ნერგები და სასტრაფოდ ჩავრგოთ ეხლა რომ გამოიზამთ რო საკ და აბა მონაზვნებს უთხრა ხა გაიხარეთ გამახარეთ მონაზვნებს უთხრა მოამზადეთ ეხლავე დიდი ტაშტითო ნაკურთხი წყალიო ხო და ეს მეორე ჩამოვიტანეთ იმ ღამეს დავაბინავით ღამე ჩამოვედი ჩვენ და მეორე დილას მივიდildeან ვიწყებთ დარგვას და კაი ამით გამოვიდა მზიანი და ღმერთმა ჩავრგავთ ნერგს და ეუბნება პატრიარქი თითოეულ 400 ჯერ ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ დაგლოცოთ და გაიხარეთ ჩვენ 400 ჯერ გაგვამეორებინა დავდივართ გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ და სხვანაირად შეიძლება მართლა არ ეხარა და მამიცოდა ეს და ეხლა მაკანკალებს ვაიმე თუ არ გაიხაროს ეხლა მთელი ზამთარი გავატარეთ ლოცვაში და რო ამობრდღიალ და 400 აქ მაგ 400 არც ერთი ორმოიხوارი მონაზნები ველოდი მაგას რო არც ერთი არ გაფუჭდავით ქალბატონო ეკა მან დააღწერილ ყველა ამბავს თითოეულს რომ დღესაც ყავს ცოცხალი მოწმე იქ საპატრიარქოში ის მონაზნები რომლებიც ერთი დედათან რომელიც დადიოდა და ის იმას დაქონდეს ის და აკურთხებდა ამით და
აი ესეთი ამბავი იყო. ეს არ არის სასწაული. რა თქმა უნდა სასწაულია. ემხელა მადლი იყო უკვე და ეხლა პატრიარქის სასწაულები ვრცელდებოდა არა მხოლოდ ყველაფერი. მე ასე გავაშალეთ ბაღები, ეს ვარდები ჩამოტანილი. ეს ვარდების ბაღი. მე ქვემოთა ბაღი გავაშალეთ, მე აქეთა ბაღი, მე ბროწეულებზე გამაგზავნა სადღაც კიდე მოკლედ. ნელ-ნელა აქეთა პატარა სიონის და მე იყო ჩვენ ავიღეთ მანდარი ხახწელის ძიდროს წაგვართმევს რა ურთიერთობა ქონდა მას ბოტანიკურ ბაღთან ბოტანიკის ინსტიტუტთან ერთხელ გადაარჩინა ბოტანიკური ბაღის ორანჟერია იქ მარგო ხორგუანა იყო ის მოუნათლე მე სვანი უნათლესი ადამიანი და აღარ იყო უკვე აღარც შუქის აღარც იმის ფული და ორანჟერიაში უნიკალური მცენარეები იყინებოდნენ და პატრიარქმა დაუფინანსად რამდენიმე წელის უფინანსებდათ რომ ის მცენარეები არ დაღუპულიყვნენ იქა და ბატონი ზურაბ კიკნაძეც ამოდიოდა ხოლმე იქ ჩვენი აკად ჩემი მამობილი იყო ჩემი მეგობარი უფროსი და გიждდებოდა ამ ბაღზე და ესე იგი მე მთლიანად ეს ეზო გაშენდა და აი უწმინდესი არსა თავის სამუდამო განსასვენებელს სიონის გარდა არა იგჭირდა იმიტომ რომ ხო არ ვიცოდით ეს ისტორია და სოფლიო სიყვარული მის იქ ჩამოვიდა პირველად სოფლიო პატრიარქი მახსოვს მაშინ ფერდობზე ზამბახები გამაშებდა ლურჯა და დაატკიცე მოეწონა თავის ახლა თავის ალბათ საუკეთესო ენერგეტიკას შორის მე ერთადერთი ქალი ვიყავი ვისაც ენდოდა ერთი კვირით გამიშვა ბეთანის მამათა მონასტერში მამა იონეს გამატანა და იქ ქალის ფეხის და იქ ქალი ღამეს არათებდა არავინ მაგრამ აი იმდენად ასე ვთქვათ ახლა ხმამაღლა ვიტყვი მართლა მენდობოდა და ჩემს სიყვარულს ის აი ამ ყველა ეკლესიის აწმუნების და მის მიმარდობას რომ მე ვიყავი კი არ ვტრაბახობ ამით მაგრამ ნამდვილად სიყვარულით გამყარებელი ვიყავი ესა და არ მჩვევია ორგულობა არაფერშიც საერთოდ იმიტომ რომ მოწყული ადამიანი ვარ და ამას ყველაფერს და ყველაზე დიდი სასწაული უნდა გითხრათ ახლა როგორ ვრცელდებოდა მაგის სასწაულები ამის მოწმეც იქაური მონაზვნები არიან ეხლა რომ საპატრიარქოში ცხოვრობენ ჯერ კიდევ ესე იგი უწმინდესმა გითხრა რომ ინდოეთში უნდა გაგიშვათო ინდოეთში მოსალოცად და სამი მონაზონი ჯვარივასის რედაქტორი ქალბატონი თინა კობალაძე აღარ არის ცოცხალი ნათელში იყოს და მე რა თქმა უნდა მე ხა ექიმი ვიყავი და წმინდა ნინოზაძეც პირველად როგორც ექიმი ერთ-ერთი ისეთი წევრი ვიყავი აქტიური სულ 80 წელს და უნდა გაგიშვათ თვითონაც მოდიოდა მოსკოვამდე წამოყვა თვითონ და მე ესე იგი დაგლოცა და გავფრინდი დელიში რომ ჩავფრინდ არა დელის საზე ვარ და არ იხსნება თვითფრენავესის ой რა სამბალეთ რო დასხდეთ ნუ ატყდა პანიკა ვერ ვჯდებით ტრიალებს და უკვე სტიუარდესამ განგაში გამოაცხადა ვერ ვჯდებით და უკვე ბენზინის თავდებასაც წავალთ და დედა თეთევანმა მაშინ ადგა და ესე ერქვა თამარ ხატიაშვილი იყო მურჩილი იყო მონაზონიც არ იყო და კიდე ორი მონაზონი მათ თქვეს რომ არ არსებობს რომ ჩვენ დავიღუპოთ იმიტომ რომ ჩვენ უწმინდესის პატრიარქმა გადაგწერა პირჯვარი და ისე ჩავჯექით ამ განმაში გამოგვეცილა აეროპორტში და გადაგწერა პირჯვარი გამოგვიშვა. თან ახლა 84 წელია კაპიტალისტური ქვეყანა ძალიან რთული იყო მაშინ ხო? ხო და ხომ არა არ არსებობს ჩვენ არ დავიღუპებით. ჩვენ მისით გამოგვიშვა ჩვენ არ დავიღუპებით და აი ამ პანიკაში ვარ და აი ბოლო წუთებზე გაიხსნა შასები. გახსნავთ ის და დავფრინდით და კატასტროფის საშინელება ვიგრძენით, როდესაც დელის აეროპორტი გადაჭედილი იყო სასტრაფოებით და სახანძროებით. ხო. ანუ ზაობა ჰქონდათ იმისი, რომ ჩამოვარდებოდა, აფეთქდებოდა და ესა და ნუ წავიდეთ ახლა სასტუმროში და არის ფერისცვალების დღესასწაულია, ფერისცვალების და ნუ ახლა რაღაც 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ვარ და იქ ღამე იწყებოდა ცხოვრება ახლა და პირველად ვნახე ეს კაპიტალისტური იმის ეს ქვები და რაღაცები ჭყიალა მაღაზიები პატრიოტი და ახლა მონაზრება დაიძინეს და მე ჩამოვედი ახლა ყველა ახალგაზრდა მარტო მე ვიყავით და მივარ ახლა მე და დავათვალე და შევედი ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი და დავინახე რომ იყიდება დიდი ზურმუხტის რაღაც დიდი ზურმუხტის ჯაჭვი ცეპი და ქვემოთ კონციალობს ეს კიდია პატარა თვლებიანი უპაწერავესი ჯვარი ზურმუხტის ჯვარი და გამიკვირდა ახლა რომ ინდოეთში რა უნდა ჯვარს ან რატომ კიდია ამ სამკაულს ჯვარი და მივედი და აწერი რაღაც კოლოსალური ფასი რაღაც რუპია აღარ მახსოვს და უცით მეთქი ხა და ვეუბნები რომ შავი ბიჭები პატარა ინდუელები ხა გეხვეწებით მეთქი ის პატარა მოხსენით სულ სხვათა შორის რო კონციალობს ეს ის მომყიდეთ მეთქი არაო მეთქეს ის არ შეიძლება ერთიანად იყიდებაო შავი ბარხატი და რო ვარ ხა დამწყებული ხა და მათვალი ვერ მოვდივარ და ამ ჯვარს უყურებ და უცბად ზემოთ დამადგა ვიღაც კაცი
და მეკითხება Здравствуйте, девочка. Așa თასავით კაცია ჭაღარად მე. მეთქი ჯერ სიზმარ შკოლ მოვწერ Здравствуйте მოვთხარი. Вы откуда из Грузии? მეკითხება და Я говорю, да. ვინ ახართო საქართველოსთან? დაუცრემლიან და თვალები ვინ ახართო და მე ვთხარი я врач из Грузии მეუბნები. ექიმი ვარ საქართველოსთან მეუბნები. სად მუშაობდო საქართველოში ექიმათო და რაღაცას უცნაური კითხვა იყო და ეხლა მაშინ სიტყვა საპატრიარქოს ხან სად მუშაობ საპარიკმა ხრო ვერც იგებდნენ და მეთქი ხარ გავპაზო არ შემწხვე აქ თქვა მეთქი რომ ახლა იცით რა საპატრიარქო და ეს კაცმა დამცინოს მეთქი ხარ აიც სამან გრუზინსკაია პატრიარქია და დავაპირე უნდა ვთქვა რომ я работаю в больнице და უცბად წამიერად გამიელვა რომ როგორ კაცო ის არის ამხელა იმას გადავრჩით ღვთისმადლით ფერიცვალების დღესასწაულით ყული როგორ ხო патриархის რეფერენტი ხარ რანაირად და ბორძიკი დავიწყე ну знаете что вы знаете что я работаю врачом в грузинской патриархии да ты что моя девочка მეუბნება ты что знаешь или второго моего друга моего брата ты у Или работаешь ну ახლა ეს უკვე მართლა ეს აღმოჩნდა აკადემიკოსი გურიევი მინერალოგი კი მთელი ამ ტიბეტური იმის ტიბეტური და იმის წეგანი მითხეთ მარტო მცენარეებზე იყავით მეთქი თუ მინერალოგია ტალახი ტრადიციულ მედიცინაში შედის მინერალები მცენარეები ცხოველური პროდუქტები ხო და ეს კაცი აღმოჩნდა მთელი ამ საბადოების ამ მაღაზიების მფლობელი ხო მილიონერი. აი ეს ხო შემთხვევით არის. ვინ აღმოჩნდა ხარ გაინტერესებს? გამოგიგზავნათ მართლა. ეს კაცი ამ კაცმა იტირა, დამსვა იქა, მეფერება, ჩამიხუტა გულში. გაჩუქად ჯვარი. ჯვარი კი არა, იმათ ეუბნება რას გეუბნებოდოთ. იმათმა უთხრეს აი ეს უნდა და. ხო, თავისი მოახსნევინა მთლიანად. მე გადავირიხ, მე გავიგიჟბეთ არას. შილო მითხრა. უწმინდეს როაქო იქო კვერთხები ისინი დიდი თვლები როაო ის ძვირფას ისოს უყოლო ჩემი ის არის პატრიარქი იცით რა არის ჩემიო მithra იცით მე რამდენი რამე მაქვს უწმინდესი არისო ჩემი კლასელიო ჩვენ ერთ მერხზე ვიჯექითო მე უგიჟდებოდი მის მშობლებზე მათ ოჯახში ვარ გაზრდილიო მithra ჩემი ძმარ ილი არის ჩემი ძმაო მithra და ნუ ეხლა არის მე გამოგვატანა იქედანი მან უამრავი თვალმარგალიტი ყველაფერი ბონას წამოვიღეთ და ეს ყველაფერი შევწირეთ იმას რა ქვია ეკლესიებს აი მაშინ ღვთისმშობელს რომ მოსავდნენ ამ მარგალიტები ბათუმში ჩავიტანეთ ძალიან დიდი მარგალიტისისა და ბათუმის ეკლესიის მღვდელს მივეცი მაშინ რაღაცა და ეხლა პატრიარქს ვეუბნები რომ იცით რა მეთქი მოდით რა მას შევწირა მეთქი ღვთისმშობელს არავითარ შემთხვევაშიო მეთქი შენ გიხდება იბრანჭებიავე და იცი როგორ იხდებაო ეს ფუტისისა ყელსაბამიო თავიჯრითო ეს შენიო მეთქი შენ გამოგიგზავნა უფალმაო და მე მაია პლისეცკაია იყო ჩამოსული მის კონცერტი იყო და მეუბნება ელენეს მიეცით ერთები გაიკეთე შენი ზურმ და გაიბრანჭე პლისეცკაიას მითხრაყო და აი ესე დამთავრდა მნიშვნელობას ანიჭებდა იმას რომ შეგახვედროთ უფალმა ის ჯვარი ძალიან ეს ადამიანიც იცით რა მინდა კითხოთ ახლა თქვენ უამრავი მოგონება გექნებათ და მართლა ერთი გადაცემი პატრიარქის სიმბირული სასწაულები ნუ ეს მე არ ვიცი რა აკადემიკოს კაზნაჩევის კლინიკაში ილიაობას მოვნათლე 7 ებრაელი ექიმი და აკადემიკოსი ცივიანი ტრaumatologis და ორთოპედის ინსტიტუტის აკადემიკოსი მსოფლიოში ცნობილი ვერტებრალოგი მეუფე გედეონმა მონათლა სადაც მე ვცხოვრობდი ციმბირის მიტროპოლიტმა შეისწავლა რამან პატრიარქის ისტორია ამ ხელა იუდეველმა ნუ იქ როგორ მოხდა ხე ძალიან დიდი ამბავია და ეს მანდარი ციმბირის ქრონიკები და ხო აქ ალბათ ყველაფერი აღწერილი ერთადაც გეტყვით კაზაჩევის კლინიკაში ვსწავლობდა იქ იყო ბოტანიკური ბაღი და ეს კლინიკა ბოტანიკური ბაღის მცენარეების ბაზაზე გვასწავლიდა ფიტომედიცინას აკადემიკოსი კაზაჩევი და იყო დირექტორი აკადემიკოსი ტარანი გვარი იყო ესეთი ბოტანიკური ბაღის დირექტორი და მეძახის ერთხელ ხა შვილივით უყვარდი მასაც ხო და გასპაჟა ელენაო მეუბნება მე პოეტი ვარ ლექსებს წერო და უი მეთქი მეც წერ ლექსებს ხო მეუთხარი მანდაც არის ჩემი ერთი ლექსი ხო უი გაუხარდე ხა ეს ნოვოსიბირსკის ბოტანიკური ბაღი ხო ეხლა ეს კაცი მეუბნება კაზაჩევი მადარი ვლადი პეტროვი კი აი ეგერ არის ხო დიახ იქ მანდის არის კიდე დოქტორ ალი ჯანმოს მაშინდელი სულ გენიალური ჯანმოს აი ეს მინდა რომ კითხოთ და მინდა მე კიდე ის ეპისკოპოსები მანდარი ვისაც ნაშვილე ვინც მასწავლეს და ყველაფერი ამხელა ის გაიღეს ჩემთვის ღვაწლი და თანხა და ყველაფერი ხო და
აი არ ვიცი აი როგორ გითხრათ ეს იყო საოცარი ამბები რა და მეუბნება რომ მივდივარ რომ საქართველოში თქვენი ბოტანიკური ბაღის 1700 წლის თავის იუბილეზეო და ლექსი დაწერეო და ქართულად მითარგმნეთ ეს მე ვისწავლი გამოთქმას დამიწერეთ რუსული ასო ვთქვით ქართული სიტყვები და ვაიმე ისე კარგად დავთარგმნე ლირიკულად თითქოს ჩემი დაწერილი იყო და დადიოდა ეს დიდი კაცი იყო ტარანი და სწავლობდა ქართულად ამას და ჩემი 20 წლის ბოტანიკური ბაღი რა არის თქვენი 1700 წლის პატრიარქთანო ბაღისო და გამოვატანე წერილი უწმინდესთან რომ მეთქი მე ვერ მოვდიოდი ხა მე ვერ გავაცდენდი იქ იმას და კიდე რა დავალებები მქონდა სხვა ციმბირში ხო და შეხვდა მას პატრიარქი რო ჩამოვიდეს ტარანი მთელ მეცნიერებს მთელ პროფესორებს უყვებოდა იქ რომ საქართველოს შეხვდა ღმერთკაცს უწმინდესმა ბიბლია აჩუქა თქვენ იცით ეს საიდან არისო ეს იცით მე ჩემზე და ნუ მე მოკლედ არ ვიცი რა მე ძალიან მინდა რომ თქვენ გაიხსენოთ ასევე როგორ შეიქმნა რეგულირების ტრადიციული მედიცინის რა თქმა უნდა რეგულირების თემა იმიტომ რომ ეს ძალიან ეხმიანება დღევანდელობას მოგხსენებათ ICD კლასიფიკაციის მე-11 გადახედვით უკვე ოფიციალურად შევიდა ტრადიციული და ფიზიკური მედიცინა ICD კოდები მიენიჭა და ფაქტობრივად იმ დღეს ვხუმრობდით კიდევაც რომ აი ექიმს უკვე ნუ რა თქმა უნდა კურორტოლოგს და შესაბამისი სპეციალობის ექიმებს იქნებიან ფიტოთერაპევტები თუ პირველად ჯანდაცვის ექიმებიც ICD კლასიფიკაციაშიც რაღაცა შედის ეს უკვე ნიშნავს რომ შეუძლია რეცეპტივით ჩვეულებრივად კურორტი გამოწეროს ფიტოპრეპარატი გამოწეროს ცხოვრების წესი გამოწეროს და ასე შემდეგ და ნუ იცით რომ აი სკანდინავიის ქვეყნებით ევროპის ქვეყნებით ხო რა თქმა უნდა ადრე რო იყო კურორტული კომისია ეს და ჯანმოში მედიცინა ჩემ ტრადიციული მედიცინის ნაწილია მე მაგაზე ორჯერ კონგრესზე რა თქმა უნდა ორჯერ მქონდა კონგრესზე მოხსენება ეხა საერთაშორისო და აი ზუსტად ამიტომ გეკითხებით ეხა მე ძალიან ბევრი რამე მაკავშირებს ტრადიციული მედიცინა იყო დრო როდესაც აი ეთერზეთების წარმოება გვინდოდა და სამწუხაროდ მაშინ არ გამოვიდა ალბათ ძალიან დაქცეული დრო იყო მაგრამ ძალიან საინტერესო პროექტი იყო, მერე იყო ჩვენ ჩამოვიყვანეთ სპეციალისტებს, სხვა შორის გერმანელები და გვეგონა რომ რაჭაში გავაკეთებდით პლანტაციებს, იმიტომ რომ ჩემი სურვილიც იყო რომ მედეასი და განსაკუთრებით ჰეკატეს ბაღები ერქვა ამ პროექტს სხვა შორის და გვინდოდა სწორედ ეს რომ გაგრეშენებინა პლანტაციები და მერე უკვე ჩვეულებრივად სხვა შორის ჩინელები ყავდა ჩამოყვანით რომ უიაფესი ასე ვთქვათ გზები გვასწავლეს საშროები და ამამუშავებელი და ამაფასოებელი და ასე შემდეგ ზუგდიდშიც ვიყავით ჩასული იმიტომ რომ ჩაის რაშიც ყრიანის ქაღალდი შეგვეძლო თუ არა მერე გამოგვეყებინო რაღაც ჩაის სახით და მდუღარე წყლის ასე ვთქვათ დასხმით დაყენდებოდა ეგრეთ წოდებული ნაყენები ხა გამონაწილეს მაინც ის ჭირდებოდა სპეციალური საწნეხები და ასე შემდეგ. მოკლედ, დიდი პროექტი გვინდოდა, მაგრამ მაშინ არ გამოვიდა, არავინ არ დააფინანსა, მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ იმდენად იყო არა სწორად დაკონსერვებული ან საერთოდ არ იყო დაკონსერვებული სხვადასხვა წარმოებები მთებში, რომ ეკოლოგიურად სუფთა ზონები რო გვეგონა, ისინი დაბინძურებული აღმოჩნდა, აი განსაკუთრებით ვერცხლისწყლით და ასე შემდეგ. და მაშინ ეს რაღაცები არ გამოგვივიდა ზუსტად იქ, მაგრამ სხვაგან როცა ვიყავით, მე მახსოვს რამოდენიმე შემთხვევაში, როდესაც ვეძებდით, თვითონ მიგვასწავლეს, რომ აი მეუფესთან გაგიშვებთო გუბერნატორმა გითხრა მაგალითად და იქნებ იმან გამოგიყოთო მიწაო. ხა რატო გამახსენდა იცით ეს? არ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ რომელიმე ეკლესიასთან, რომელიმე ტაძართან, მონასტერთან გეცადათ, რომ გამოგეყოთ ტერიტორია, სადაც გაშენდებოდა ეს პლანტაციები და გაკეთდებოდა ის, რაც სურდა პატრიარქს. ყველაფერს გეტყვით. ანუ მეურნეობა აჭყობიანი კაცი იყო პატრიარქი, ყველა მინისტრის და პრემიერის აცხემდე ყოლია ჭკუა რომ შეერთო ერთად, არ მიწყინოს არავინ. მაგრამ იმას მაგის გათვლა ყველას ტვინში რაც ეხარშება, შეიძლება რატომ არის ახლა რეგულირება საჭირო მაგისთვის. ესე უბრალოდ არ ხდება მცენარის დათესვა მოყვანა. ერთხელ ლაგოდეხში გლეხმა იტირა ჩემთან 7000 ლარი ავიღეო და დავთესეო ეს რაღაც გამიცუდაო რატომ? არის ერთი რეაქტივი, რომელშო დამუშავებული იყო ეს მცენარე და მერე უნდა შეეტანა გრუნტში დასათესად გამიგდა. ეს ესე არ ხდება. ჯერ ესეთის თესლები უნდა იყოს სერტიფიცირებული, რომელიც შემოგაქვს. უნდა იყიდოს სერტიფიცირებული დაწესებულებიდან აქედან თუ უცხოეთიდან. ხო, მაგრამ ადგილობრივი ნედლეული ცხოვრება. მართლა ადგილობრივი ნედლეულიდან გამოყვანა უნდა მე იმ თესლს, ამის გამოსაყვანი ლაბორატორია უნდა არსებობდეს, რა თქმა უნდა. მე თესლი არ უნდა იყოს დაზიანებულ ზონაში აღებული. მე ქალბატონმა ეთერი მერთხელ გამაყოლა თავის ბოტანიკოსი, სხვათა შორის ჩემი მეუღლის მანქანით ჩავედი და ბატონმა გიგლა ბარამიძე გუბერნატორი იყო და იქ მე 5 თვე მომცა ბინა და ვსწავლობდი, შევისწავლე მთელი სამცხე ჯავახეთის სამკურნალო მცენარები და 50 ენდემური ჯიში გამოვყავით, მაგრამ
მაგრამ მე ლაბორატორიაში რომ შევისწავლეთ, იქედან სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდა სულ რაღაც 7 თუ 8 მეტი არა. ანუ დიდი თანხებიც უნდოდა ამას და დიდი ლაბორატორიის შექმნა. გავაკეთეთ საპატრიარქოში, აი ძმა მეხმარებოდა, ეხლა რო არის მიტროპოლიტი აბა ალავერდელი, მეუფე დავითი, მაგას მაყავდა და ისა რა ქვია, თვითონაც ძალიან ჩართული იყო ამ ჩემი მეხმარებით. ეგენ ჩვენ ერთად გავიზარდეთ, მეუფე დანიელი, მეუფე იობი. ესენი სულ ყველა ერთი თაობა ვართ და ჩვენ გავაკეთეთ პირველი სამკურნალო წერების გეობოტანიკური რუკა, ესეთი რუკა გასაკრავი და სად როგორ რა გაგვეკეთებინა და აღარც ვიცი მე დაიკარგა სადღაც და რეგისტრიც ალბათ ყველა რა თქმა უნდა, პირველად ეხლა მე გითხრათ რეგულაციაზე გიყვებით, ეხლა როგორ მივედით რეგულაციასთან. პირველად ამ რეგულირების იდეა თავში გაუჩნდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. თქვენ კარგად იცით პარლამენტის თავმჯდომარე ვინ იყო? ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი აკაკი ასათიანი. მე მეგობრობდი ბატონ ზვიადთან. ერთხელ გამოუშვა ჩემთან საპატრიარქოში ბატონი აკაკი და პირველ მარხმად ვიღაცამ ჩაგწერა იქ დიდი ინტერვიუ ჩვენთან როგორ უნდა აღორძინოს სამინისტრომ. ანუ ეს უკარნახა ზვიადმა ყველა ჯერ კიდევ დიახ, პირველმა პრეზიდენტმა და მაშინ მე გამაკეთებინეს დიდ სამკურნალო ფიტოფარმაკოლოგიური ფირმა სალვია, გავაკეთეთ რაღაც პროდუქტები. მე ჩემი 1990 წელს საპატრიარქოში მუშაობის დროს ციმბირში დამუშავებული ლიტერატურიდან მე გამოვუშვი წიგნი საკვები მწერების გამოყენება სამკურნალოდ, რომელიც საბლითგანმა შეიძინა 50,000 ტირაჟი. ჩემი კუთვნილი ჰონორარით დავაფინანსე 10 ფირმა ტრადიციონალისტთა კავშირთან არსებული და შეუდექით მუშაობას, სანამ ზვიადმა გადაწყვიტა ესე რომ მაშინ იყო მე უკვე საპატრიარქოში ეს უკვე დაუჯებული ქონდა ხალხური რეცეპტები ყველაფერი და საპატრიარქოში პატრიარქმა ამის უკვე ერში დამკვიდრებისთვის ამ დარგის ანუ რეგულაციაში შესატანად ყველა ნიადაგი მოგვამზადებინა და უკვე სამინისტროს უნდა ეთქვა უკვე დამოუკიდებლობაც მოიპოვეთ და პირველი პრეზიდენტი ყავს ამაში რომ პატრიარქს უჭერს მხარს 100%-ით და დამიბარა ზვიადმა და მითხრა რომ მეო ველაპარაკე მანანა ძოძუაშვილსო და შენო იქნებიო მისი მოადგილეო და ტრადიციული მეცე როგორც ჩინეთშიო როგორც იაპონიაშიო აი ამიტომ ეს ჩინეთშიო მითხრა თავის სამინისტრო აქო ხა სამინისტროსო ჩვენ ვერ გავაკეთებთ ფაკულტეტი აქვს ცალკე და ფაკულტეტები რამდენი ფაკულტეტები ბევრგან არის ხო არა ნუ ბევრგან რო არის ჩვენთან არ არის ხო ტრადიციული მეცნიერის ფაკულტეტს იცით რა კონცეფცია არა მე უკვე დავწერე კონცეფცია ფაკულტეტის კონცეფცია მიდევს და ეხლა უნდა ეხლა ისეთი ძალიან მთელი აბსოლუტურად ეხლა კანონმდებლობა მაქვს დაწერილი კიდე ამ რეგულირების შესახებ სულელურ წამლის კანონში მხოლოდ მაფიის დოქტრინაა მეტი არაფერი შეტანილი და ეს ვინავნო ეხლა ტრადიციული მეცნიერს მერე პატრიარქ მამას გიყვებით ეხლა როდესაც უკვე ნუ იქ აღარ მოხდა ძოძუაშვილთან მერე ეს თარობა დაემხო რაღაცა და მერე უკვე დაფუძნა პირველი სახელმწიფო დეპარტამენტი სხვა შეს პირველად ცოტა მახინჯური ფორმით გაკეთა მერე მე რომ მივედი სამინისტროში სხვა რაღაცები გაირკვა და მერე მართლა სისხლი ჩავაქციეთ გავაკეთე და დიდი მადლობა ჯორბენაძეს ჯორბენაძე აი ნათელში იქნება იმიტომ რომ ის იყო პატრიარქის აი ამ სურვილის როგორი შემსრულებელი თქვენი კაცი იყო იცოდა რომ ჩვენთვის ეს ტრადიციული მემართულება აი ესო უწმინდესმა უთხრა ჩემზე ესო უთხრა ჩემი გაზრდილიაო და არაფერში არ გეღავთ მიენდეო და აი მიანდე ეს დარგი და შენ ნახაო რა სიზამსო და აი გამიკეთა მართლა სახე მოიწვია ამ წამლის ისე დაგვედავებოდნენ არა და მე რომ დავაფუძნე ეს ისა ეგენი იყვნენ საფთეკო სამართლო მაგრამ მე გაუგეს ბალაღბულახი ვაღარ იყო GMP სტანდარტი ერთის მხრივ რო კარგია მეორეს მხრივ ტრადიციული მედიცინისთვისაც და GMP გაკეთა ძალიან სწრაფად და ძალიან არასწორად აქა რა თქმა უნდა GMP უნდა შედიოდეს გითხრათ იმ პერიოდში რა გააკეთეს იქ ვიღაცები ისეთი მე მოისპო რამდენი წარმოება და კოსმეტიკაში და სილამაზეში პოლიტიკური გადახვევები მაგრამ არა ეს პოლიტიკა კი არ არის ეს არის ეროვნული მე ახლა ხმამაღლა ვამბობ მივმართავ თუნდაც აქ 252 გვერდზე ბატონ ბიძინასაც მივმართავ თუ ბატონ ბიძინას აინტერესებს რატომ არ ყვავის დღეს ბაღები იმიტომ რომ მე მაგას როგორც კი მოვიდა პრემიერად გავატანე ერთ ჩემ მეგობარს რომელიც მინისტრთა კაბინეტში იყო და საპატრიარქოში იყო გაზრდილი და მასზე ძალიან დიდი ღვაწლი მქონდა ეს იყო პაატა ზაქარიაშვილი გავატანე ასეთი სამკურნალო ფიტომრეწველობა და დასაქმება. მან მითხრა, მიუტანე ბატონ ბიძინას და გაგიჟას შეყავ ლუიეს რა მაგარი რაღაცა მივხედოთ ამასო, მაგრამ მე როგორ მიხედეს მისმა მინისტრებმა, ეს უკვე სხვა სალაპარაკოა. და ბოლოს ფრანკლინის კლუბმა
გააუქმა ეს ყველაფერი და ჩაწერა ნებაყოფლობითი რეგისტრაცია. იმის მერე ყველა შხამი, ყველა ხლამი, ყველა საწამლავი შემოდის საქართველოში. ვის გაუგია? პური არ არის ნებაყოფლობით დარეგისტრებული, რომ გამოაცხოს მეპურე და ის რომ შედის იქ რაღაც სტანდარტი. გავს რაღაცებს სახელმწიფო წოთე ხარც ერთი კლუბი მაგას არის. იყო პატარა ისინი, რა ქვია, ფიტოსაწარმოები, სადაც სისხლი ჩავაგდე. დღეს არის ფარმაცევტთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ლევანი გოგიბერიძე გადასარეკირო ერთ-ერთი მისიც იყო ეს საწარმო და ესენი აკეთებდნენ ისეთ პროდუქტს, ჩემთან რომ ჩამოდოდნენ ხოლმე უცხოელები მოუყვებდა ხოლმე და ნახულობდნენ მოწონდა და იცით, მაგიტო გეკითხებით მონასტრებთან ხო შეიძლებოდა ამის გაკეთება. შეიძლებოდა პლანტა, მაგრამ ეხლა რა ხდება? GMP უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ GMP-მდე არის ხასპი. საკვები დანამატები, აი მაგალითად ყაზახეთი რა ჩვენზე ის არის. შეეხოს ამ ტრადიციული მედიცინის პროდუქტს. მე რომ მოვიკითხე სამინისტროში. GMP-ს ჯგუფებს ვეკითხები, რომ აი ეს ფიტოსაწარმოები რომ გააუქმეთ მეთქი, GBP სტანდარტი მაჩვენეთ. რაო? აი ამაშია საქმე, ამიტომ სწორი ბოტანიკური სტანდარტი არის ბოტანიკური სტანდარტი არის. და სწორი ბოტანიკური სტანდარტის გარეშე დახურეს, ანუ ქიმიური წამლის ქარხანა და ის აღარ განსხვავდება ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ძალიან დიდი შეხვედრებიც ქონდა, საუბრებიც ქონდა სამინისტროში, თურმანძის მალამოები და ასეთი ტრადიციული მალამოები, რომ როგორ შეიძლება მაგათ გატანაზე მე მიომია და ყველა რაც კი ქართული პროდუქტი იყო შექმნილი, ეხლა დაწერილი მაქვს პაკეტი კანონთლიანად, რომელიც ეთმობა ევროკავშირის რეგულაციას, რაც არის მსოფლიოში GMP-ებს, ყველაფერს, ამას, იმას, ხასპებს და იქ ვერავინ ჩემ დაწერილ კანონპროექტში, თუნდაც იგივე უწყების სტრუქტურა არ უნდა გავაკეთოთ როგორ სინთეზური წამოწვა ტრადიციული მედიცინა. ბატონ ლადოს ჩავაბარე, კახაძეს და უთხარ, ბატონ ლადოს ძალიან გვერდში მიდგა, ძალიან მოეწონა. დღეს ამას სამინისტრო ვერაფრით ვერ აულის გვერდს და რატომ ეხლა გეტყვით? დღეს მინისტრის პირველი მოადგილე არის ჯანმოს აღმასრულებელი დირექტორი. და მან ტრადიციულ მედიცინას აქ თუ არ მიხედა თავის ქვეყანაში ის ქვეყნების რომ იმას ტრადიციულ მედიცინას და ყველა ეხება. და რახან სიტყვა მოიტანა, თან არის საოცარი ადამიანი. ტრადიციული მედიცინა, აი ამ თემაზე რომ გადავიდეთ ეხლა. ხო და ბატონი ირაკლი არის ძალიან რომ ვკითხე მე და აი წიგნის ცრემლებით და მან მითხრა მე ქართველმა კაცმა ქალბატონენე როგორ შეიძლება უწმინდესი სურვილს და მე მისი სურვილი დაშუაშე ჩვენი ბაირაღი ესა კაცო და ეხლა იმ ჭიაბერაშვილის გაუწყებული აღიარეს ხო როგორც ისე აღიარებენ ხორბალზე გახსოვთ რამხელა დღესასწაული იყო და ეს არის თქვენ სამკურნალო მცენარეები რომ 2013-ში შევიდა არამატერიალური იმაში მემკვიდრეობის კი ბატონო და ამას არავინ არ ახსენებს კაცო თითქოს გერია ეს ქვეყნის და მიტოვებულ გადაგდება ხო აი მეც იმიტომ მიყვირს დომინირებადია წამლის მაფია სხვა შორს თქვენ თუ უყურეთ არ ვიცი ჯორჯიან ტაიმში ბატონ მალხაზ გულაშვილთან ეს გუნდი მოკლედ ამ დარგს უდგება ბატონი გოგავა ყველა სოსო მანჯავიძე ბატონი მალხაზი ნუ უდიდესი პატივისა რომ ქართველი კაცები რა რომ ეს დარგი აღორძინდეს და იქ მაშინ იმათმა ილაპარაკესო ეს კაცო მე ვთქვი რომ 1 მილიონი უნდა ეხლა რომ სტრუქტურას მოვაბა თავი ახლა მე ხო როდემდე მე ხო უნდა ჩამოვაყალიბო რაღაცა რომ მაგრამ ჩვენ გვაქვს ტრადიციული მედიცინის რა მითხრა კაპტონეგა მაპატით ბატონმა ლადო მითხრა რომ ელენეო მე პირადად როგორც ერთ-ერთი ქართველი პარლამენტარი წამოვწე მაგრამ ამას დიდი დრო დაჭირდება სამინისტროს რა უნდა უკაცო გამოუშვას ეს და ერთ კვირაში მივიღებთ ამ შეტანას კანონში შევა ბიუჯეტები მილიონები წარმოიდგინეთ ამ უამრავი ბაზების არარეგისტრაცია ბატონო რეგისტრაცია და მე უკვე ამაში მთელი მსოფლიო თავდება ტრადიციული წამლები ასეთი დეფინიციით აქ ჯანმოს და აქ შედის მე ვარ ჯანმოს აი ეს მინდა რომ მოყვეთ ჯანმო და ტრადიციული მედიცინა და ეს ICT 11-ის თემა რომელიც უკვე ამწიფებს იმ სიტუაციას რომ ჩვენ აქ ტრადიციული მედიცინა განვავითაროთ ჩემი ავტორობით ცალკე სააგენტოც კი შეიქმნა სამისთვის არა სააგენტო იყო ყოველთვის და სახელმწიფო დეპარტამენტი იყო აბა იმასთან როგორ ეხლა ნახე არა იყო მაგრამ ეხლა უნდა გაკეთდეს ისე არაფერი გაკეთება არ უნდა გაკეთება არ უნდა კოდი სახლში მაგ ბეჭედი არც განთავისუფლებულა დირექტორობიდან მარტო დებულება აქვს შეჩერებული ჭიაბერაშვილს რომ ახალ კანონებს მოვარგოთო და ახალი კანონებსაც მორგებულია და ყველაფერს ის დებულება. ხო და იცით როგორ იყო? როდესაც სხვათა შორის ახლა მოდი ეს კარგი რამე ვთქვათ ნაცებზე. სუპირველად რომ მოვიდნენ, მოიყვანეს ბრიტანელ მენეჯერთა ჯგუფი. კარგი თქმა ეხლა რომ მიხვდებით ეხლა მე რა გულისხმობ. სარგებელი რა ჩემზე მეტად 2007 წელს არავინ არ ებრძოდა ისეთ სტატიებს ბეჭდავდა და გამოდით მაგრამ პოლიტიკაზე არ ლაპარაკეთ. ეხლა ქვეყნისთვის მათ ძალიან კარგად იყნოს ეს რომ ეს იყო აი დემოკრატიის შუქურა ვართ ამაზე მსოფლიოში საჩვენებელი დარგი მედიას მედიცინა მსოფლიოზე გასასვლელი პასპორტი იყო. სირცხვილია რომ ავაკეთებთ პოპულარიზაციას. ისიც იგნეს რომ მე ჩემი სახით პირუთვნელი და ისეთი
პროფესიონალი ყავდათ არსად რო არ შეიცვალა. და მებრძოლი. რა თქმა უნდა, ახლა რა თქმა უნდა. ეს იცოდნენ. ამიტომ მაშინ მოწვეული ყავდათ ბრიტანელ მენეჯერთა ჯგუფი, რომელსაც უნდა შეექმნა სამინისტრო სტრუქტურა. 2 მილიონი გადაუხადეს იმათ და ერთ დღეს მირეკავს ძალიან ჩემს მიმართ კეთილგანწყობილად მეუბნება რომ მეგრელიშვილმა არ შეიტანა შენი დეპარტამენტი აღარ შეაქ ახალ სტრუქტურაშიო. უი რასა. და შემახვედრა ამ ბრიტანელ მენეჯერთა ჯგუფს, ცალკე შემახვედრა ჩუმად სანამ და მე რომ მოუყევი ვინ ვიყავი რა იყოს და ქაქიშნე რას ქვია და მადამო თქვენ სიურპრიზი გელოდებათო და სტრუქტურა რომ გამოიტანეს პირველი ეწერა ტრადიციული მედიცინის სახელმწიფო დეპარტამენტი პირველი იყო ჩემი და ნუ მაშინ მის მერე და მე ხო იცით როგორ აირიაურით ეს 7 წლებიდან რაღაც ეხა ჯანმო 2005 წლამდე ტრადიციული მედიცინის კუთხით საქართველოს არ ფიქსირდებოდა ჯანმოში. იქ-ამაქ ორივე კრებული ჯანმოში ტრადიციული ლეგალური სტატუსი კაბინეტში არა როგორ არა მე ვამბობ ICD-ში არ ფიქსირდება ქართული მედიცინა. მე მაქვს იქ ლეგალური სტატუსების კრებულები. 2005-ში მე ჩავედი ჩემი მოხსენებით, ჩემი პროგრამით, ჩემი კონცეფციით და 2005-დან ჩემი ავტორობით შევიდა ჯანმოში საქართველოს ტრადიციული მედიცინა და 200 ქვეყნიდან 14 აგვირჩიეს სამთავრობო კონგრესიდან 14 ეულში შევედი მე და მაგის გამო მე რეაქციაში ვარ შესული საქართველოს ქალები და ამის მერე ჩემი ავტორობით 28 ქართული მცენარე შევიდა ჯანმოს დიდ კრებულში, რომელიც ისეთი ფარმაკოპეიული და ფარმაკოლოგიური მახასიათებლებით არის, ის არის უკვე საერთაშორისო მრეწველობის ნედლეული, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ ევროპის 500 მილიონი ბაზარზე. აზიაში შემდეგ გასულები ვართ და ასე შემდეგ. აი ეს იყო და ჯანმოში საქართველოს ავტორიტეტს ლაპარაკობ. არა, ეს თავისთავად ხალხია. მე ვამბობ, ეხლაც არ არის თქო ქართული ტრადიციული მედიცინა მოაზრებული ICD-11-ში. წერია ფრჩქილებში გასაგებად აღმოსავლური მედიცინა და ინდური და ჩინური. რატო? იმიტომ რომ ხა იქ უკვე ეს ცნობილია, მათ თვითდამკვიდრება აღარ ჭირდება და ჩვენ ეს გზა რახან დაწყებული გვაქვს თქვენი ძალიან დიდი დამსახურებითაც და ასევე მე არ შემიძლია არ ვახსენო მედიცინის ისტორიის ისეთი ფუძემდებლები როგორც იყო ბატონი მიხეილ შემგენია, ეხლა ბატონი რამა შენგელია, სულ ჩვენ ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში ეხლაც გვაქვს ეს საოცარი ჰერბარიუმები სამკურნალო მცენარეების და ბატონი რამას დისერტაცია საერთოდ არის ეს ქართული სამკურნალო მცენარეების შემადგენლობა, აი სწორედ გამოდგება იმისთვის, რომ ჯანმომ გამოიყენოს ქიმიური შემადგენლობაა და მრეწველობისთვის, მაგრამ რისი თქმა მინდა იცით რომ მე ვფიქრობ რომ თუ ჩვენ ეხლა ძალიან კარგი მომენტია, აი ჩემი ტალღა არისო რო არის იმაში, იმისი არ იყოს. მე მგონი ჩვენი ტალღაა, ეხლა იცით რატომ მე ასე მეჩვენება ყოველ შემთხვევაში რომ თუ ჩვენ მოვახერხებთ რომ გავიტანოთ აი ამ 2-3 წლის განმავლობაში უფრო ძლიერად ჩვენი ტრადიციული მედიცინის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია, მაშინ ICD-11-ის გადახედვაში დამატების სახით შეიძლება ქართულ ტრადიციულ მედიცინას შევატანინოთ, რომ აი კოდები მიენიჭოს. არა, ქალბატონო, გატანილიც არის და მეტიც არის, მე მეც გეტყვი თქვენ. არა, მე მაქვს ხელი მოწერილი, კი, გავიგე, მაგრამ თავარი გითხრა თქვენ, დღეს ახლა მთავრობას უნდა ედოს წინ სახელმწიფოანელოდ. არ ვიცი ხა მე როგორ მივაწოდო ის აღარ ვიცი. გაბრიელზე გადამეშალა თავისი. მამა გაბრიელი მანდარი აღწევ დოკუმენტურად როგორ გადარჩა მამა გაბრიელი და აი თითქოს ინტერვიუს მაძლევს მაგაზე ბატონი ინაურის მოადგილე სხვათა სადაც სამინისტროში მუშაობდა ერთ პერიოდში. ეს აუცილებელია მისი შესწავლაც. ქალბატონო ეკა, მოკლედ ახლა მე მაქვს ხელი მოწერილი პეკინის 6 პუნქტიან დეკლარაციაზე. და ამით მერე ეს არის მოწოდება ეროვნული მთავრობებისადმი 6 პუნქტიანი. მთავრობა ასე იწყებს, დღეს არ წამოვიღე, მაგრამ მოგაწვით ქალბატონ თიკოს მეშვეობით, იქ წერია. მთავრობა პასუხისმგებელია ხალხით და უნდა კონდეს მას ეროვნული მარეგულირებული წესები, ესეთ ამაზე ვალდებული და ერთ-ერთი პუნქტია რიგ მთავრობათა პროგრესი დაკავშირებულია ტრადიციული მედიცინის ინტეგრაციასთან. ეხლა მიდის რეფორმებზე სხდომები სამინისტროში პირველადი ჯანდაცვა. პირველადი ჯანდაცვის ნაწილია ეს. როგორ განვითარდება პირველადი ჯანდაცვა ტრადიციული მედიცინის ინტეგრაციის გარეშე. მერე ჯანმოში არის 3 დეფინიცია. სამკურნალო მცენარეები, ცხოველური პროდუქტები, გომეოპათია, ბადები, ეს ჩამოთვლილი ეს ყველაფერი მაქვს მე. ამათი განმარტებების სწორი დეფინიცია, ყველაფერი არსებობს. რას ქვია პარასამკურნალო, რომ გაუგებარი უნდა დავლიო რამე. ამას ქვია ფიტოპრეპარატი ქვია, ჩემო კარგოს არსად არ ქვია. ეს ძალიან შეურაცხყოფელი იყო პარასამკურნალოს ტერმინი. ამით სილა გაგვაცნა წამლის მაფიამ და ეს სილა მე ჯერ აი და ჩვენ ვერ ვიბრძოლეთ. სხვათა შორის
ერთხელ მინისვე უთხარი პატრიარქის ოცნება იყოს ხო და ისე შემომხედა გიჟი ვეგონე, მაგრამ არ ვამტყუნებ, მიშაზე გეუბნები. აი ახლა ეს წიგნი ვაჩუქე და ნახავს რომ მე გიჟი კი არ ვიყავი. მესმის ხო. ჯერესერთი მოვდი ახლა ესე ვთქვა, მინისტრი არის იურისტი, მინისტრი არის ადვოკატი და ის არ უნდა იყოს მაფიის ადვოკატი, ჩვენი ადვოკატი უნდა იყოს და მეორეც ერთი მან უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი იურიდიულად სწორად და გააკეთებს ალბათ რა თქმა უნდა ეცეც არ მეპარება. მე ძალიან იმედიანად მინდა ჩვენი გადაცემა დავასრულოთ. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ, სათქმელი კიდევ ძალიან ბევრია, მოსაგონარი ძალიან ბევრია და მე იმედი მაქვს რომ მე თანდათანობით, როდესაც ჩვენ რა პერიოდულად უძღვნით ხოლმე მეცინის ისტორიას, ტრადიციულ მეცინას, ჩვენ გადაცემასაც მე დიდია არ ქვია შემთხვევით, იმიტომ რომ მე-ია, აი ზუსტად მე-ია ჩვენში კი იდენტობის ნიშანია ID, გარკვეული აზრი ჩავდეთ ამაში, იმიტომ რომ თუ საქართველოს დაივიწყებს ერთხელ მაინც როდისმე თავის ისტორიის მანძილზე, რომ მას აქვს რამოდენიმე მძლავრი ბურჯი, რომელზედაც შეიძლება ყოველთვის იდგეს და ღირსეული ადგილი ეჭიროს მსოფლიო ცივილიზაციების, კულტურების და მომავლის სამყაროში, ეს ერთ-ერთი ბურჯი არის ჩვენი ტრადიციული მედიცინა და ზოგადად ის ცოდნა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც თავის დროზე ოქროსაწმის სახით გაიტანეს და ეს არ ეხებოდა მარტო ტრადიციულ მედიცინას, იქ იყო აგრიკულტურა, იქ იყო მეტალურგია და ასე შემდეგ და ეხლა ეს ყველაფერი ჩვენ გვიბრუნდება ისევ, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირად შესაძენი სახით, იმიტომ რომ სხვებმა ეს განავითარეს და ჩვენ ახლა სხვის განვყიდულობთ იმ ცოდნას, რომელიც თავის დროზე აქედან გავიდა. მე რატო ვახსენებ იცით ამას, იმიტომ რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში თანხებამდე მიდის, მაგრამ მე ვფიქრობ თუ იქნება უფლისნება და ემართლაც ახლა უკვე დიდი მფარველი ყავს, რა თქმა უნდა, ზეცაში ყავს პატრიარქის სახით, მე ვფიქრობ უფლისმადლით და ღვთისმსურვილი თუ იქნება ეს საქმე ეხლა გამოვა, იმ ტყულა არ ვახსენე ტალღა, იმიტომ რომ რახან ჯანმოში, ნუ საქართველოში ამდენი რამე ნიადაგი მომზადებულია, ვარდის თესლი გინდათ ეხლა ხო თუ ნერგირო, უფრო სწორედ რომ ჩარგოთ. ნიადაგი მომზადებულია. ჯანმოში და ICD კლასიფიკაციაში უკვე შესაბამისი ჩანაწერი არის. ანუ ეხლა ჩვენი აქტიურობაა საჭირო, პატარა აქტიურობა, რომ უკვე ამას მიეცეს. ეხლა მე თქვენთან მაქვს ერთი საფრთხოვარი, ქალბატონო ეკა, ვინაიდან თქვენ აი ვერც კი ახლა მე როგორი გახარებული ვარ და მადლიერი თქვენი ვერ აგიწევთ, ემოციურად ვილაპარაკე ძალიან, იმიტომ რომ სხვა არ შემეძლო რომ არ გამოდის ამ თემაზე. ჩვენი გვიყვარს, ჩვენი ეს. ეხლა მე ლებადამთ თქვენ რომ შემდეგზე და არ გადავდით დიდხანს, მე მოვიტანო ის დეკლარაცია. ეხლა მე ხუმრობით მეძახიან მეგობრები, მადამ დოკუმენტს, იმიტომ რომ რასაც ვლაპარაკობ, ერთ სიტყვაზე მაქვს 10 დოკუმენტი. მე მოვიტანო ის კანონი. განვიხილოთ საჯაროდ. განვიხილოთ ის კანონი. წავიკითხოთ იურისტები, პატრიარქის სპეციალისტები, განვიხილოთ ჯერ და მოუწოდოთ მე. ჩემთან ერთად მოვიდეს იგივე ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ლევანი. აუცილებლად. იცით რა, აი ამ აღრევამ გამოიწვია ის, რომ ერთ-ერთი მსხვილი ფარმაცევტული წარმოება, რომელიც არ არის ტრადიციული არ არის, მაგრამ ტრადიციული შეფარვით პარა და რაღაცა აკეთებენ იმის ანალოგებს და იმის ჩაძირვა დაიწყო. საქართველოს მილიარდები დააკლდება იმით. ეს არის ისეთი კრიმინალი, ამით სულსი უნდა დაინტერესდეს. სულსი უნდა დაინტერესდეს ამ ჩვენი დარგის იატაკქვეშეთში. იატაკქვეშეთში გადატანილი ტრადიციული მედიცინა ეს არის ხალხის ჯანმრთელობაზე რა თქმა უნდა საშინელი და ზეწოლა ერთი და მეორე თანხების გაკეთება ბადი გამოწერო წამლად ეს ცალკე უნდა იდგეს ეს მე მქონდა გამიჯნული ნახეთ ეს თავარი გითხრათ ჯანმოში იცით როგორ არის გამიჯნული ჩემი დარგის ოფისი არის ჟენევაში და ის არის კოპენჰაგენში წამლები ერთმანეთს არ უნდა კვეთდეს ამიტომ წამლის რეგისტრაციის იმაში ისეთი მეთოდები და ისინი და ექსპერტები აქ სულ სხვა რაღაცაა და არ გჭირდება ველოსიპედის ახლიდან გამოგონება არავითარი ველოსიპედი კი არ გჭირდება ყველაფერი კიდევ ერთხელ ვამბობ თქვენ ველოსიპედი კი არა ქალბატონო ეკა მე თურქეთის მინისტრი ერთხელ ბატონი ამირანი დამცინო და უნდა გაგაგზავნო თურქეთის მინისტრმა თხოვა ეს ქალი გვათხოვეთ 6 თვე რომ დავაფუძო რაღაცები გვაქვს და ყაზახეთში რაღაც შემოხდომია კონსულტაცია და საინტერესო მასალები აქვს აკადემიკოსი შარმანოვი იყო ჩემი მეგობარი ქაური ჯანდაცვის მინისტრი და რამდენადაც მეკითხებოდა იცით ამ რეგულაციებთან დაკავშირებით კი ნამდვილად მე ვფიქრობ ღირს რომ ჩვენ მე კიდევ გავაკეთოთ უკვე უფრო ფართო წრეში ამ ტელევიზიაში ამ ტელევიზიის ფარგლებში რა თქმა უნდა თქვენი საუბრებ ჩვენ მოვიწვევთ შესაბამის სპეციალისტებს იმიტომ რომ ეს საკითხი მულტიპროფილურად მულტისექტორულად უნდა გაშუქდეს ტრადიციული მედიცინის სპეციალისტები ქიმიკოსები სამართლის სპეციალისტები იურისტები რეგულირების სპეციალისტები
სპეციალისტები. იცით რა, მე ვერ ვამტყუნებ, ზოგჯერ შეიძლება არ იცოდეს უბრალოდ ჯანმრთელობის სამინისტროს კლასიკურმა წარმომადგენელმა, როგორ უნდა შეაფასოს, ამიტომ უნდა მიანდოს საქმე, უბრალოდ ენდოს უნდა და ერთი რამ უნდა გავიაზროთ და ამით დავასრულებ ალბათ დღევანდელ ჩვენს გადაცემას, რომ ნამდვილად ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი განძი, რომელიც ახლა უნდა ამოვიღოთ, ასე ვთქვათ, ისევ იმ დახურული სკივრიდან და აი სწორედ როგორც კლინიკური, ისე მატერიალური სარგებელი, ფსიქოლოგიური, სოციალური, ემოციური, რელიგიური, ტრადიციული, ყველანაირი სარგებელი შეიძლება ამან მოგვიტანოს, იმიტომ რომ ეს თავის ენერგეტიკას შეიცავს, თითოეული ის მცენარეზე, მინერალზე, რა თქმა უნდა, ღვთიურ ენერგეტიკას შეიცავს, ბუნებასთან დაახლოება და დაბრუნება, მე ესე ვიტყოდი და ნატუროპათია ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, იმიტომ რომ ჰარმონიაში ყოფნა ბუნებასთან ეს გახდა ისევ საფუძველი ჯანმრთელობის ახალი კონცეფციების და საქართველოს უბრალოდ ვალდებულია. იმიტომ რომ ფილოსოფიურად ჩვენ ვეკუთვნით სწორედ იმ ღია სისტემას, რომელიც ჰარმონიას ამყარებს ბუნებასთან და ამას ახერხებს ტრადიციული მედიცინის გზით და იმიტომ რომ მატერიალურად ჭირდება ეს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ აქ მართლა დიდ წარმოებებს და ქარხნებს ვერ ავაგუგუნებთ და მაგითი ეკონომიკას ვერ გავაძლიერებთ. ჩვენი სიძლიერე ეს არის ინტელექტუალური რესურსი და აი ასეთი ტრადიციული მეურნეობები. ამიტომ მე ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებ იმ შრომისთვის, რომელიც უკვე თქვენ რა თქმა უნდა თქვენი მოღვაწეობისთვის, ასე ვთქვათ და წვლილისთვის რაც შეგიტანია და იმ მოგონებებისთვის სოფლიომ უნდა გაიცნოს ჩვენი ისტორიის მუზეუმი, ეს გაიცნოს ისტორიის მარეგულირებელმა ორგანოებმა და ეს არის საოცრება, აი მარტო ჰერბარიუმები, რომელიც იქ არის შენახული, ეს არის განძი. ეხლა ნებისმიერ ქვეყანაში ეს რო იყოს რაღაც საშინელი ფასები ედებოდა, იმიტომ რომ იქ არის ზოგიერთი ისეთი მცენარეც კი, რომელიც დღეს შეიძლება გადაშენებული იყოს და ვერ ნახოს. რეგისტრი სამკურნალო მცენარეები ძალკე უნდა შეიქმნას, რომელი ამასთან დახასიათებითი ფესვი ვარ გამის, ის ვარ გაზაფხულზე უნდა შეკრიბო, შემოდგომაზე უნდა შეკრიბო. ანუ ეს უნდა გაკეთდეს უკვე. ადრე ამისი ძალიან დიდი სკოლა არსებობდა, ეს ადამიანი ჯერ კიდევ ჩვენ გვერდით არიან და უნდა გამოვიყენოთ მათი ცოდნაც და აი ახალგაზრდების გამოზრდა მე არ შემილია რომ სანამ დავასრულებ ეს არ თქვა, იმიტომ რომ ბატონი დიმიტრიც ამისთვის კორძაია იბრძოდა და ასე შემდეგ და ბევრი ადამიანი მოკლედ ვინც მხარში დაგვიდგება, შევკრათ ესეთი საინიციატივო ჯგუფი, აი ესეთი იდეით დავამთავროთ დღევანდელი გადაცემა, ავაღორძინოთ, შევქმნათ ფაკულტეტი, ვისაც არ უნდა არ ჩააბარებს და ვისაც აინტერესებს ტრადიციული მედიცინის ფაკულტეტი, არ არის საჭირო 6 წელის სწავლა, აი ზუსტად 2-3 წლიანები რო უნდათ, აი ეს არის ძალიან საინტერესო, თავისი მაგისტრატურებით, იმიტომ რომ ზოგადად რო ისწავლიან, მე ვიღაც შეიძლება მარტო კუჭნაცლავი აინტერესებდეს, ვიღაცას სხვა მასალა და სხვა მიმართულებებით და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვეყოლება მე უკვე სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ, რომ ტრადიციული მედიცინა იყოს დაფუძნებული სამეცნიერო კვლევებზე, მტკიცებულებებზე და მე თქვენ როგორც ბრძანეთ აი ყველაფერს აქ თავისი სტანდარტი, ჩვენ უკვე გვექნება იურიდიულადაც და მორალურადაც უფლება ვაწარმოოთ ხარისხიანი სამედიცინო პროდუქცია და გავყიდოთ არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ და გარკვეულად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ასე დავასრულებთ იმედიანად ჩვენს გადაცემას. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ჩვენს მაყურებელს, ჯანმრთელობას უსურვებთ, ბუნებასთან ჰარმონიას და რა თქმა უნდა იმ საოცარი ტრადიციული მედიცინის აღორძინებას, სადაც ჩვენ ისევ ჰეკატეს ბაღები, მედია გაგვახსენდება, მისი კურა მედიანა, მისი საოცარი ნიჭიერებით და მეცნიერული ალღოთი შექმნილი სხვადასხვა წამლები, შემდგომ უკვე შუა საუკუნეების ისტორია და თითოეული მარცვალი, თითოეული წამალი, რომელსაც ჩვენ მერე ტრადიციული მედიცინის წიაღიდან ამოვიღებთ, იქნება რა თქმა უნდა კავშირი ჩვენს წარსულთან და ჩვენს ბედნიერ ნათელ მომავალთან. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.